ჩვენ მივადექით ქვეყანას, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კაცობრიობის ისტორიაში. მაკედონია მოდის ძველი ბერძნული ფესვიდან, რაც ნიშნავს ზემო ქვეყანას, მაღალ ქვეყანას. ეს არის კლასიკური ფეოდალური სახელმწიფოება. ეს არის ერი ჯარი. ყველა ლეხი არის მეომარი. ყველა, იმიტომ რომ ამ თრაკიელებთან, ილირიელებთან, ბერძნებთან სულ ომში არიან გიორგი. სულ ბევრი ბერძენი თვლის, რომ ესენი არიან ფარისევლები. თამაშობენ ბერძნობას. იმიტომ დიდი ბერძნები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ესქილე თვლის, რომ ესენი ბერძნები არიან, იმიტომ პელაზგებიდან მოდიან. პელაზგები არ ითვლებოდნენ ბერძნებად, მაგრამ ბერძნული საფუძველია. მაგრამ ზოგი უნდა არა ველურები არიან, ეგ რა საერთო აქვს ჩვენთან მათ. სოთეშვილის მისი ერთ-ერთი შვილი ფილიპე. ეს ალექსანდრეს მძევლად გააგზავნა ილირიელებთან. მერე ეს ფილიპე თებეშიც არის მძევალი. გადაუარეს ილირიელებმა, გააცამტვერეს მაკედონია. ეს ეპამინონდეს სამხედრო გენიალურობის შედეგია, როცა მან შექმნა ეგრეთ წოდებული მრუდე წყობა, ანუ ირიბი წყობა, ანუ გრდემლი და ურო, ანუ ჩაქუჩი. ანუ ერთ ადგილზე გადამწყვეტი უპირატესობით მტრის ფალანგის გაუშვება. ხო, ნუ შანსი არ არის რომ გაუძლოს. სპარტელებს დაამარცხა ორჯერ. ჯარმა მოითხოვა რომ პატარა მეფეა ეს როდის გაიზრდება. არავინ არ იცის და ჯარმა მოითხოვა რომ ფილიპე იყოს მეფე. საკმაოდ საინტერესო იყო. სისხლში დაბადებული სამეფოა ეს. სისხლში, ომში, რკინაში. ბრძოლებში. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. დროების YouTube არხის ყველა მაყურებელს, მსმენელს მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩვენი არხის მხარდაჭერისთვის, დასაწყისშივე შეგახსენებთ მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მოიწონეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ, ეს ჩვენ საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარება. ამასთან გეტყვით, რომ გთავაზობთ გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, ეს არის კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების შესახებ ლექციათა ციკლი, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. ჩვენს გადაცემებს უკვე ძალიან ბევრი მაყურებელი და გულშემატკივარი ყავს და ჩვენს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, მათ შორის არა მარტო შინაარსს, ეს თავისთავად თავიდანვე ასე იყო, არამედ თანმიმდევრულობასაც ამ პროცესში. ამ მხრივ უნდა გითხრათ, რომ ჩვენ გამოვიარეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მსოფლიო ცივილიზაციის, განსაკუთრებით საბერძნეთის პოლიტიკური ისტორიის თვალსაზრისით, მისი პოლიტიკური ზეობის ხანა, მისი დაცემის ხანა, პოლიტიკური დაცემის ხანა და მიუახლოვდით არა მარტო საბერძნეთის, მისი სამეზობლო რეგიონის, არამედ შეგვიძლია ვთქვათ, მთელი მსოფლიოსთვის გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვან ფაზას მივადგით მაკედონიის ზეობის დადგომას და ინტერესით ველით სწორედ მაკედონიის შესახებ და ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ლექციათა ციკლის ამ მონაკვეთს გუბას გისმენთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დიდი მადლობა თანადგომისათვის, ლამის თანაბრძოლისათვის. რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა საერთო გუნდად ვყალიბდებით. ორქოთ ასე ისტორიის მოყვარულთა კლუბი, ხო? როგორც ძველი ბერძნები ეძახოდნენ, რაღაცა ჰეტერის სახე მივეც, ამხანაგობის სახე მივეც თამას. დიდი მადლობა ამისათვის.
გავაგრძელოთ ახლა ჩვენი მოგზაურობა, ჩვენ საკმაოდ ბევრი მოგზაურობა დაგვჭირდა, მე თვითონაც არ მოველოდი, რომ ამდენი გამოგვივიდოდა. ეს არის, როგორც ბატონმა გიორგი მახსენა სწორად, საბერძნეთის, ძველი საბერძნეთის პოლიტიკური ისტორია მოვუყევით, ჩვენ შევეცადეთ, რომ მოგვეყოლა. რა თქმა უნდა, ფაქტოლოგია ზღვა არის, ჩვენ იმის მცირე ნაწილი მოიხსენიეთ და მოგახსენეთ. მაგრამ დამთავრდა საბერძნეთის როგორც პოლიტიკური ერთეულის, პოლიტიკური სუბიექტის ისტორია. ეს არ ნიშნავს საბერძნეთის დასრულებას, არავითარ შემთხვევაში პირიქით მისი კულტურის ექსპორტირების და ზეობის ხანა მოდის უკვე. ყველა კულტურას სჭირდება მატარებელი ხალხი, რომელიც ამას განავრცობს. ბერძნებს ამისი შესაძლებლობა და მე რომ გითხოთ ჭკუაც კი არ ეყოთ, რომ თვითონ ყოფილიყვნენ თავიანთი ცივილიზაციის ექსპორტიორი ხალხი და მათ ამ შიდა ბერძნულ დაპირისპირებაში, სადაც სამი გიგანტი დაუპირისპირდა ერთმანეთს, სამ ბერძნულ პოლის ქალაქს ჰქონდა ამისი თეორიული კი არა პრაქტიკული შანსიც, რომ გამختარიყვნენ ჰეგემონები ელინური სამყაროსი, პოლიტიკურად ჰეგემონი, ეს იყო ჯერ ათენი, მერე იყო სპარტა და ბოლოს იყო თებე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი გოლიათის ჭიდაობა იყო, რომლებმაც ერთმანეთი დაასუსტეს, გაანადგურეს, ძალა გამოაცალეს, ენერგია გამოაცალეს და საბოლოო ჯამში სამივე ამ მართლაც რომ ჰეროიკულ ბრძოლაში და დაპირისპირებაში სამივე უსულოდ დაეცა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ათენი მაინც თავისი საზღვაო კავშირით არსებობს, მეორე საზღვაო კავშირი, ანუ მეორე არქე. თუმცა ეს იმის ძალიან ფერფთალი აჩრდილია, რაც პერიკლეს საზღვაო კავშირი იყო, პირველი კავშირი. იქ 200 სუბიექტი შედიოდა, აქ 70-მდე შედის, რომელიც მალე დაიშლება კიდევაც და შიდა აშლილობაც ექნება და მოკავშირეთა ომი ქვია ამას, მაგრამ ახლა დავანებოთ ჩვენ თავი. საერთოდ ზოგადად ისტორიაზე გავლენებს ახდენენ დავა დღესაც მიდის ისტორიის სოლისტი ვინ არის ისტორიის სუბიექტი, ხალხი თუ პერსონა. ეს დავა დღესაც მიდის, დიდი ხანია მიდის. არ შემეშინდება და ვიტყვი, რომ 1000 წლეულები მიდის, რომ ვინ არის ისტორიის შემოქმედი, ადამიანი, ერთი კერძო ადამიანი, ადამიანის ჯგუფი თუ ზოგადად ერები. მე მომხრე ვარ იმისი, რომ მაინც უფრო დიდ როლს თამაშობს პერსონა ისტორიაში. ეს არაერთ გზის დადასტურებულა, როგორც ჩანს კიდევ დადასტურდება. მერე ჩვენ როცა ალექსანდრე მაკედონელიძე გადავართ და როცა ის ინდოეთში არის თავის ჯართან ერთად, იქ არის ძალიან საინტერესო დიალოგი თავის ჯართან. სადაც ჯარს აქვს პრეტენზია, რომ სახლში დაგვაბრუნე, ჩვენ ვარ ყოფილიყავით, ჩვენ ვერაფერს ვერ იზამდი და იქ არის დიალოგი. ალექსანდრე პასუხობს, რომ მე და მამა ჩემი ვარ ყოფილიყავით, თქვენ ისე მაკედონიის მთებში ჩარჩებოდით. ამიტომ აქ ჩანს ეს, ამიტომ თქვი მე როცა 1000 წლეულებია დავა მიდის, აი ეს ვიგულისხმ. ხო? ისე როგორც ჩვენ მქონდა საუბარი თუ კი დიდეს დიალოგი მელოსელებსა და ათენელებს შორის, სიმართლის ძალა თუ ძალის სიმართლე. ძალიან საინტერესო თემატიკებია ეს, მაგრამ მე მომხრე ვარ იმისი, რომ მაინც პერსონები არიან თავად, თუმცა ამ პერსონებს ჭირდებათ მასალა, ძალა, მატარებელი, გამტარი. აუცილებლად ხალხი ჭირდება ამას, ხალხის გარეშე ვერანაირი იდეები ვერ განხორციელდება. და მსოფლიოს ისტორიაში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ხაზს უსვამ მსოფლიოს ისტორიაში ჩვენ მივადექით ქვეყანას, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის ქვეყანა მაკედონია. ხა საერთოდ ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, ჩვენი მოგზაურობა შედის ახალ ეპოქაში, რასაც ქვია ალექსანდრე დიდის ეპოქა, რომელსაც კონკრეტული მოსავალი ჰქონდა, რაც დათესა ალექსანდრე მამამისმა ფილიპემ,
მე ალექსანდრე მე იმას დიდი მოსავალი მოყვა, რასაც ქვია დიდი ელინისტური კულტურა, სამასროვანი ელინისტური კულტურა, რომელიც აი ჰიმალაის მთებამდე გავიდა. და არაჩვეულებრივი მოსავალი იყო კულტურული თვალსაზრისით. მატერიალური, სულიერი, სააზროვნო, ხელოვნების წარმოუდგენელი მოსავალი მოვიდა, ხო, ქალაქები, ახალი ქალაქები, არქიტექტურა, თქვათ, სასწაულები, რაც შექმნეს ალექსანდრეს დროს და ალექსანდრეს მემკვიდრეებმა რაც შექმნეს, ხო, და მე ამან ძალიან დიდი შედეგი მოგვცა და წარმოუდგენლად გაამდიდრა საერთო საკაცობრიო ცივილიზაციური ყულაბა, თქვათ ასე რაღაცა, ცივილიზაციური ბანკი. პერსონა ალექსანდრეს ეპოქას ვიწყებთ ახლა ჩვენ, ხო? ისტორიაზე საერთოდ შევთანხმდით, რომ დიდ გავლენას ახდენენ პერსონები. მე რომ მკითხოთ, გავლენა ბევრმა მოახდინა ისტორიაზე, მაგრამ ძალიან ბევრმა მოახდინა უარყოფითი გავლენა. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც პროგრესი გამოიწვიეს, წინ წასვლა, წინ სვლა. ჩემთვის ასეთი სამი ფიგურა არის, ვინც გარდა იმისა, რომ დიდი გავლენები მოიპოვეს, კაცობრიობას მიცეს წინსვლის შანსი და мотивация. ასეთი სამი კაცი არის ჩემთვის, ეს ჩემი მოსაზრება არის უკვე, რომელმაც წინ წაწია კაცობრიობა. ანუ სიკეთეები მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ომით, სამივე მეომარი იყო, სამივე პერსონა. ასეთი არის სამი კაცი ჩემთვის, ეს არის ალექსანდრე მაკედონელი, ეს არის იულიუს კეისარი და ეს არის ნაპოლეონ ბონაპარტი. სხვაებიც იყვნენ დიდი დამპყრობლები ახლა, ხო, ჩინგისხაენი იყო, იოსებ სტალინი იყო, მაგალითად, ხო, ატილა იყო, ხუნების მეფე. ბევრი იყვნენ ასეთები. დიდი დამპყრობლები, დიდი იმპერიების შემქმნელები, ხო, მაგრამ ეს სამეული არის მაინც გადამწყვეტი. თუმცა ერთი შენიშვნა მინდა გავაკეთო კეისარზე, როცა ვლაპარაკობთ იულიუს კეისარს. გაიუს იულიუს კეისარი. კეისარი ცალკე არა. აუცილებლად, როცა ჩვენ კეისარს უგულისხმობთ, აუცილებლად მისი მემკვიდრე ოქტავიანე ავგუსტუსი უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვამბობთ პერსონების გავლენას, კეისრის დათესილი მოსავალს ვერ მოიმკიდა, რო არა მისი მემკვიდრე ოქტავიანე ავგუსტუსი. იმიტომ როცა ვამბობთ, ოთხეული გამოდის სინამდვილეში, თუმცა კეისარი პლუს ოქტავიანე ეს ერთი პროცესი, ხო, ერთი პროცესია. ერთი დასაწყისი და მისი გაგრძელება. რომ არა ოქტავიანე, ალბათ არც არ მივიღებდით ჩვენ. ამ სამმა ფიგურამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კაცობრიობის ისტორიას. ალექსანდრემ კულტურული თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ზოგადად ცივილიზაციური თვალსაზრისით. კეისარმა და ოქტავიანემ ახალი ერები შექმნეს. მაგალითად, ფრანგიერი. ფრანგები არიან პროდუქტი კეისრის ლაშქრობის. როცა მან გალიის ომებში გალია დაიპყრო, ხო, დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიას ადრე ერქვა გალია, თუმცა ერთიანი სახელმწიფო ის არ ყოფილა და მერე როცა კეისარმა დაიპყრო გალია, მერე იქ რომაული სამართალი შევიდა, რომაულ სამართალთან ერთად შევიდა ლათინური ენა, ის ყოველთვის ამას გულისხმობს. რომაული სამართალი გულისხმობს ლათინურ ენას. რომაული ლოჯისტიკა შევიდა, რომაული ტიპის ქალაქების მშენებლობები შევიდა. ეს არ ნიშნავს, რომ გალები ველური ხალხი იყვნენ, არავითარ შემთხვევაში მაღალი კულტურის მქონე ხალხი იყვნენ, მატერიალური კულტურა ბევრი დატოვეს მათ, მაგრამ პოლიტიკურად ჩამორჩენილები იყვნენ. არ იყვნენ ისეთი განვითარებული, როგორც იგივე ბერძნები მანამდე და მერე რომაელები, ხო? და შეიქმნა ფრანგი ხალხი. ფრანგი ხალხი არის სამბუნებოვანი, სამი ნამყენი არის. ეს არის საფუძველი არის გალები, ანუ კელტური მოდგმის ხალხები, რომელიც მრავალრიცხოვანი, რამდენიმე მილიონი იყვნენ კეისრის ლაშქრობის დროს. დიდი ხალხი იყო, დიდი მოდგმა იყო, კელტები პლუს
რომაელები, ლათინური კულტურა, ლათინური ენა და მე მოგვიანებით, რა თქმა უნდა, გერმანული ტომი, ფრანკები, რამაც სახელი დაარქვა საფრანგეთს. ანუ ისეთი გავლენა მოახდინა კეისრის ჯერ ალექსანდრე მერე კეისარმა, ხო, რომ ახალი ხალხები შეიქმნა. ირიბად შეგვიძლია ჩავთო, მანამდე დაიწყო ესპანეთის რომანიზაცია, მაგრამ ამას შეგვიძლია ჩვენ ესპანელი ხალხის შექმნასაც დავარქვათ, იმიტომ რომ ენები არსებობს. მე ჩვენ ალბათ ენებზე ცალკე გადაცემა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ენა ყოველთვის არ უდრის ხალხს რა. ხალხი გენეტიკურად შეიძლება სხვა წარმოშობის იყოს და ენა აბსოლუტურად სხვა წარმოშობის, ხო? აი ეს ლათინურის შვილობილი ენები, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, რუმინული, მოლდოვური, იტალიური, ეს არის ლათინური ენებიდან გამოსული ენები და კულტურები, ენა კულტურას ნიშნავს, ხო? აი ეს კეისრის დამსახურება და რომაელების დამსახურება და მესამე პერსონა ნაპოლეონი. ნაპოლეონი არ არის მარტო სამხედრო ძალა, ნაპოლეონი არის სამოქალაქო სამართალი. რომელმაც აღადგინა ძველი რომაული სამართალი, ეს ცნობილი ამბავია ხა. ჩვენთან ნაპოლეონს უფრო იცნობს ხალხი, ხო? რომაული სამართლის დომინირება ევროპაში, ფეოდალური ჩამორჩენილობის განადგურება, ადამიანის უფლებები, მოქალაქის უფლებები, რომელიც ძალიან გავდა და გადმოღებული იყო ძველი ათენიდან და ძველი რომიდან, ეს ბონაპარტმა ქნა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეული აზიის ისტორიაში ჩვენ თავი დავანებოთ, იმიტომ რომ აზიას ასე გლობალური გავლენა არ მოუხდენია. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ პერსონების როლზე, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ რელიგიურ მოღვაწეებს. რელიგიას თავი დავანებოთ, რელიგიას თავის გავლენები აქვს, მე შეიძლება ჩვენ ამაზე ცალკე მოგზაურობაც მოვაწყოთ, რა გავლენები ქონდა რელიგიას ხო ზოგადად. იგივე ბუდიზმი, იგივე ინდუიზმი, მერე ზარათუშტრას მოძღვრება, ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი, ამათ არ გულისხმობთ. ახლა ჩვენ გულისხმობთ წმინდა საერო მოვლენას, რასაც ქვია პერსონა, რომელმაც საერო სისტემა, საერო ცივილიზაციის საერო მხარე შექმნა. ხო და დღეს ვიწყებთ ახლა ამ კურსს ვიწყებთ. ჩვენ ეს არის პირველი პერსონა. თავარი გმირი ამ ბევრი გამოგვივა, როგორც ჩანს, მე ვარაუდობ, რომ სავალ ახალ წლამდე გაგვიგრძელდება ჩვენ მაკედონური ეპოქა. იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოუყვეთ კეთილსინდისიერად, უნდა ჩავაყენოთ ჩვენი მაყურებელი საქმის კურსში, რომ ზოგად წარმოდგენა კი არა, კონკრეტული წარმოდგენა შევქმნათ რა იყო ალექსანდრეს ეპოქა, ხო. არ ჩვენ გვეჩქარება და არც დრო. არსად არ გვეჩქარება, ძვირფასო მეგობრებო, მოჩქარეს მოუგვიანდეს, ცოდნას ყოველთვის დრო ჭირდება და ცოდნას ჭირდება გონების წვრთნა. სხვანაირად არ გამოდის. და გარკვეულწილად ცოდნა იძულებითიც არის, რა თავს ძალა უნდა დაატანო, ინტერესი არის თავზე ძალის დატანება, სხვანაირად არ გამოდის რა. ხო, ამიტომ დაუბრუნდეთ ახლა პირველ პერსონას, ვინც ცივილიზაციის პროგრესს შეუწყო ხელი, ეს არის ალექსანდრეს ეპოქა, მაგრამ სამდე ალექსანდრემდე მივარ ჩვენ მანამდე უნდა ვიცოდეთ, ვინ არის მატარებელი ხალხი, ვისი საშუალებითაც ალექსანდრემ შექმნა ეს დიდი ცივილიზაცია, რასაც ქვია ელინისტური ცივილიზაცია. ელინისტური ნიშნავს მობერძნულო. ელინური არის ბერძნული, მაგრამ ელინისტური არის ბერძნულს რო გავს. თლად ბერძნული არ არის, მაგრამ ბერძნულისგან გამოდის. ბერძნული პლუს კიდევ რაღაც სხვა. საინტერესო ის არის, რომ ლოგიკა, ისტორიის ლოგიკა თითქოს და მოითხოვდა, რომ ცენტრი, საბერძნეთის ცენტრი, კერძოდ ელადა, რასაც ქვია, ბალკანეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილი, სადაც დღევანდელი საბერძნეთის რესპუბლიკა არის, ხო? წესით იქიდან უნდა გავრცელებულიყო, ან ათენი, ან სპარტა, ან თებე, უფრო ათენი, იმიტომ ათენს ჰქონდა ამის შინაგანი ძალა და ინტელექტუალური ძალა და ყველაფერი, შესაძლებლობა ფინანსურით, სულიერით, პოლიტიკურით, სამხედროც, მაგრამ არ გამოვიდა. ერთმა ეს დაერიეთ, დაწყვიტდნენ და
სუიციდი ჩაიდინეს ბერძნებმა. ხო? მაგრამ მატარებელი ხალხი აღმოჩნდება ამ ბერძნული სამყაროს პერიფერიაზე მყოფი პატარა ქვეყანა. ეს არის ქვეყანა მაკედონია. ეს არის დღევანდელი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილი. მაკედონია, ძველი მაკედონია, ისტორიული მაკედონია ორადაა განპობილი. ნაწილი შედის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაში, მისი სამხრეთი ნაწილი და ჩრდილოეთი ნაწილი ეს არის მთიანი მაკედონია, ეს არის ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ მაკედონია. სადაც ბერძნები და მაკედონელები არ ცხოვრობენ, იქ ცხოვრობენ სლავები. სლავიზაცია მოხდა ამ მაკედონიის და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მაკედონელები, ჩრდილოეთ მაკედონელები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ალექსანდრეს მემკვიდრეებად გამოაცხადონ თავი და დგამენ ამ ფილიპეს ძეგლებს და ალექსანდრეს ძეგლებს და აგერ ფალანგიტების ძეგლებს, არ არიან მათი შთამომავლები ისინი. სლავიზაცია მან მე-6-მე-7 საუკუნეში მოხდა და დღევანდელი მაკედონური წყალებში სლავური ენა უფრო ბულგარულის დიალექტია, ვიდრე რაიმე საერთო ან მაკედონურთან, ან ბერძნულთან კონდეს. ხშირად ხდება, მოსული ხალხები იპყრობენ, იკავებენ, მანდამის დაპყრობა არ არის, შეიძლება შერევაც მოხდეს, ხო? ან დაცლილი იყოს ის ქვეყანა რაღაცა უბედურების გამო და სხვა ხალხი მოდის და იკავებს. მე ამ მემკვიდრეობებს იღებენ, იჩემებენ და მე თავისად აცხადებენ. ახლა ამისი უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ სამეზობლოშიც, ჩვენ სამეზობლოს გადაღმართაც. და ძალიან ხშირად ამ დაპყრობილი ხალხების სახელებსაც ირქმევენ. მაგალითისთვის გერმანელებმა გაანადგურეს ბალტური მოდგმის ხალხი პრუსები. მაგრამ სახელი დაირქვეს მათი. ან პრუსები ბალტური მოდგმის. ბალტური ლიტველების და ლატვიელების ნაცნობი, სხვათაშორის დიდ წინააღმდეგობა გაუწიეს მაშინ გერმანელ ფეოდალებს. ის სხვათაშორის ჯვაროსნული ლაშქრობების სახით მიდიოდა, იმიტომ რომ პრუსები საერთოდ ეს ბალტური მოდგმის ხალხები ყველაზე გვიან მონათლულები არიან. ლიტველები ყველაზე გვიან მოინათლენ ევროპაში. პრუსები ემსხვერპლენ ამას, მაგრამ მე გერმანელებმა რომ დაიკავეს ეს პრუსია დაარქვეს. იგივე რა შორს მივდივართ ინგლისელებმა, რომლებმაც შეავიწროეს და ლამის განადგურებამდე მიიყვანეს ბრიტები, კელტური ხალხი, კელტების ხალხი, კელტები მარტო გალიაში არ ცხოვრობდნენ, ამ ანგლებმა, საქსებმა და იუტებმა, რომლებმაც კელტები შეავიწროეს და საცხოვრის დაუტოვეს პრინციპში მარტო უელსში, შოტლანდიაში და ირლანდიაში. მე თავის იმპერიას ბრიტანეთი დაარქვეს, დღეს დიდი ბრიტანეთი ქვია. ხო, ბევრი ასეთი. აღარ წავალ ახლა ვიღაცა შეიძლება გული დაწყდეს და ვიღაცა შეიძლება არ დაუეთანხმოს, მაგრამ მე რასაც ვამბობ, ფაქტოლოგიით ვლაპარაკობ. არიან ჩვენი მეზობლებიც, რომლებმაც ძველი ხალხების სახელები დაირქვეს. და ვითომ ისინი არიან. ჩვენ მეზობლებს ვარ ვაწყენიათ, ახლა ეგვიპტელი არაბები იჩემებენ, რომ პირამიდები მათი აშენებულია არაფერ შუაში. საახლობლოშიც კი არ იყო არაბი და ძველი ეგვიპტელი. ძველი ეგვიპტელი თუ იმას უნდა მოიპოვოს და მოიძიოს, ესენი არიან კოპტები. ეგვიპტის დღევანდელი ქრისტიანული მოსახლეობა. კოპტები არიან ძველი ეგვიპტელები და არა არაბები. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ახლა როგორი ქვეყანაა მაკედონია? ამ ბერძნული ძველი ელინური ჰელადა, რასაც ქვია, მისი პერიფერია, მისი უკიდურესი ჩრდილოეთ პერიფერია არის. ქვეყანა პატარა. ისტორიული ძველი მაკედონია დაახლოებით 30,000 კვადრატული კილომეტრია, დასავლეთ საქართველოს ხელა. თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ხელა იყო ბირთვი, რასაც მაკედონია მერე ის გაიზრდება, რა თქმა უნდა. ორად იყოფა. გეოგრაფია აქვს ძალიან საინტერესო რა. სხვათაშორის ჩვენ გავს მაკედონია. ერთი ნაწილი, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი არის მთაგორიანი და მის სამხრეთ ნაწილი არის დაბლობი. 4 მთავარი მდინარე რწყავს მაკედონიას. ეს არის აქსიოსი, სტრიმონი, ნესტოსი, გალიაკმონის მდინარე, აქსიოს თუ არ ვცდები დღეს ვარდარი ქვია. სტრიმონი არის სტრუმა,
ნესტოსი არის მესტა და გალიაკმონს რა ქვია მე მგონი ბისტრიცა თუ არ ვცდები სლავური სახელი ეს 4 მდინარე კრავს ამას ეს ამათი აუზები არის და გალიაკმონი არის ცენტრი მათი მტკვარი დავარქვით ასე ბირთვი ეს არის გეოგრაფია აქვს როგორ იცით საკმაოდ საინტერესო ახლა ცენტრი არის ბალკანეთის გეოგრაფიულად ცენტრი არის მაგრამ ამავე დროს ხიფა ცენტრი ყოველ ხიფათია ყველა მხრიდან რაღაცა გემუქრება სამხრეთ დასავლეთიდან მას ეკვრის ზღვაზე გადის ეს არის ეგეოსის ზღვა ასაგებია ახლა ზღვაზე გასასვლელი ქონდა მაგრამ აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ის დაცული არის მთებით რა ეს არის კამბურნის მთები პინდას მთა და ოლიმპო აი სახელოვანი ოლიმპო სადაც ღმერთები ცხოვრობენ მაკედონიაში იყო ეს თესალია მაკედონიის საზღვარია ხო საბერის თესალია ვიც ჩtildeოთ ის არის რა ანუ ასე ნახევარმთვარესავით არის დაცული სამთებით და სამხრეთიდან ზღვით, მაგრამ დასავლეთთან არის ღია. კერძოდ მდინარე სტრიმონის მხრიდან ღია არის. ზემო და ქვემო მაკედონიას ეძახეს. ერთ მაკედონია მოდის ძველი ბერძნული ფესვიდან, რაც ნიშნავს ზემო ქვეყანას, მაღალ ქვეყანას. ფუძე ასეთია, სიმაღლე. ახლა გასაგებია მთიანი არის ახლა გათლად კავკასიონი არ არის მაგრამ ჩtildeო დასავლეთ მაკედონია არის მთიანი ისე როგორც სამხრეთ აღმოსავლეთი არის ზღვის სანაპირო რაც არის ეს არის დაბლობი არის და ანუ ორად არის გაყოფილი საქართველოს გავს ამ თვალსაზრისით და ველებიც არის ხეობებიც არის მაგრამ მთებიც არის რა ახლა ვინ ცხოვრობს და მე ხალხსაც გადავალთ ჩვენ ვინ ცხოვრობს მათ გარშემო რომელი ხალხები მაგ ესეც საინტერესოა დასავლეთთან არიან თრაკიელები ძველი ინდოევროპული მოდგმის ხალხი ჩვენ რამოდენიმეჯერ ვახსენეთ თრაკიელები თრაკიული ტომები სხვადასხვა ტომები განსაკუთრებით ძლიერები არიან თრაკიულ ტომებში ოდრისები ჩრდილოეთიდან არიან ილირიელები, ტრიბალები და აგრიანები. აგრიანები პრინციპში ილირიული ტომია, მაგრამ ცალკე არიან. დასავლეთიდან არიან ეპირელები, რომლებიც არიან გაბერძნებული, ვთქვათ ასე. კარგახნის გაბერძნებულები არიან და ეპირი უკვე ითვლება ჰელადის ნაწილად. მაგრამ როგორც ჩანს საფუძველი მაინც ილირიულია მათი. დღევანდელი ალბანეთია ეს. სხვათაშორის თუ ვინმე საინტერესებს, აი ილირიელების შთამომავლები, პირდაპირ შთამომავლები არიან დღევანდელი ალბანელები. და ალბანურ ენას აკავშირებენ, ინდოევროპული ენა ესეც, ალბანურ ენას აკავშირებენ ძველ ილირიულ ენას. ესენი არიან მეომარი ხალხები. და მუდმივი ეპირელები და ნაკლებად იმდო გაბერძნებულები იყვნენ მუდმივი თავდასხმები არის მათგან მუდმივი ხიფათი მოდის ზოგადად რო ავიღოთ ესენ თრაკიელები და ილირიელები არიან და ეს აგრიანები და ეს მათი შემადგენელი ნაწილია სამხრეთიდან მათ აკრავთ უფრო გაცილებთ უფრო კულტურული ხალხი მაკედონიას ეს არის ბერძნები ელინები კერძოდ მაკედონიის სამხრეთი მოსაზღვრე არის თესალია. თესალია ყველაზე დიდი ბერძნული ოლქი და თესალია მოიცავდა ჩვენ როცა ვამბობდით ჰელადა სამ ნაწილად იყოფოდა ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთი. სამხრეთი არის პელოპონესი, შუა იყო ბეოტია და ატიკა, მთავარი პროვინცია და ჩრდილოეთი მთლიანად თესალია. ყველაზე დიდი ბერძნული ოლქი. ანუ რო ავიღოთ ჩვენ ასე რომ გავამსხვილოთ ხო მაკედონიას გარდა ზღვისა ყველა მხრიდან სამხრეთიდან ბერძნები აღმოსავლეთიდან უпроსო დასავლეთიდან გაბერძნებული ეპიროტები ანუ ეპირელები
ჩრდილოეთიდან ილირიელები და აღმოსავლეთიდან თრაკიელები. ხა თვითონ ესენი ვინ არიან წარმოშვებით, ხო? დღემდე მიდის დავა მაკედონელების ეთნიკური კუთვნილება, ვის ეკუთვნიან ესენი. და ენაზეც ვისაუბროთ. როგორ ჩანს მაკედონელების საფუძველი, ძველი მაკედონელების საფუძველი, ან მაკედონიის მოსახლეობა უძველეს დროში იყო პელაზგური. ანუ ბერძნებამდელი მოსახლეობა, ხო, პელაზგებზე ბევრი მოსაზრება არის. არიან მეცნიერები, რომლებიც ქართველურ სამყაროსთანაც აკავშირებენ პელაზგურ ცივილიზაციას. ნუ რაღაცა თუ ნათესაური არა, რაღაცა კულტურული კონტაქტები ნამდვილად ჰქონდა ჩვენ. განსაკუთრებით არქაულ საქართველოს, ძველი კოლხეთის ცივილიზაციას და ასე შემდეგ. ტროას ომში, თქვათ, მაგალითად და ასე შემდეგ. ძველი რასაც ხვი. ინდოევროპელების მოსვლამდე, იმიტომ პელაზგები ინდოევროპელები არ არიან. მეცნიერები რაზედაც არიან შეთანხმებულები, ერთადერთი საკითხი ესაა, რომ პელაზგები ინდოევროპელები არ არიან. მაგრამ მე ჩვენ გვახსოვს დორიელების შემოსვლა და მანამდე აქეელების შემოსვლა, ასე რომ ჩრდილოეთ ბალკანეთთან წამოსული მე ამ პელაზგების ბაზაზე დორიული პლასტი არის. დორიელები უკვე ბერძნები არიან, პროტობერძნების ნაწილი. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. კარგაგვარიანად გაჯერებულია ეს მასა ხალხის, გაჯერებული არის აღმოსავლეთიდან, თრაკიული ელემენტიც ბევრი არის და ილირიული ელემენტიც ბევრი არის და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაკედონელები არ არიან ერთი წარმოშვების, ანუ აქ პელაზგური სისხლიც არის, დორიული სისხლიც არის, ილირიულიც და თრაკიულიც. ვინ რომელ მხარეს ესაზღვრება? შეეხება ენას, მაკედონური ენა. მაკედონური ენა, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ახლა მსოფლიოს გაბატონდება ეს ხალხი, მაგრამ მაკედონური ენის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით. დაახლოებით 150-მდე ფრაზა ვიცით. დამწერლობა მათ საკუთარი არ ქონდა? არ წერდნენ, ისინი ბერძნულად წერდნენ, დოკუმენტაცია ბერძნულად ხდებოდა, ეს ცოტა მოგვიანებით და უბრუნდებით ამ საკითხს, მაგრამ დავა მიდის დღეს ეს ცალკე ენა არის თუ ბერძნულის დიალექტია, კერძოდ დორიულის ერთი ნაკადი არის თუ არა. ამაზე დღესაც მიდის დავა მაკედონური ენა ეს ბერძნულის დიალექტია ილირიული სიტყვებით გაჯერებული თუ ეს არის ილირიული ენა ბერძნული სიტყვებით გაჯერებული. ანუ პირიქით, ხო? დღესაც მიდის დავა, თუმცა მაინც უმრავლესობა ენათმეცნიერების თვლის, რომ მაკედონური მაინც არის ბერძნულის დიალექტი. ხო შეიძლება შეკითხვა დაისვას, ახლა ათენელები რომ ორ მაკედონელს მოусმენდა, მათ ესმოდათ ისე. გაუგებდნენ თუ არა? ძალიან უჭირდათ. თითქმის ვერ გებულობდნენ. შესაძლებელია დორიელებს უფრო ესმოდათ. მათი, იმიტომ რომ დორიული სუბტრატი აქვთ მათ, რა თქმა უნდა. ანუ სპარტელები უფრო გაუგებდნენ. სპარტელებს უფრო, არგოსელებს, სპარტელებს, სიკიონელებს ალბათ უფრო ესმოდათ. ვიდრე იონიელებს.
ახლა ბევრი რო არ ვილაპარაკოთ ამაზე, ხო, ამას თავი დავანებოთ. ახლა როგორი, ჩვენ მივიღეთ ხალხი ბირთვი, რომელიც არის ნაზავი პელაზგების, ბერძნების, თრაკიელების და ილირიელების. არსებობენ ასეთ ხალხები, რომლებიც რაღაცა კონგლომერატი არის სხვადასხვა სისხლის აღრევას ცუდი სიტუაცია, სისხლის შერევა დავარქვათ ასე და გენეტიკის შერევა. ეს ხალხი წარმოიშვა გიორგი ბრძოლებში, ეს ბრძოლებში წარმოშობილი ხალხი. სხვათაშორის ისტორიაში ძალიან ხშირად ერები სხვადასხვანაირად ყალიბდებიან. ერს აყალიბებს გეოგრაფია, ერს აყალიბებს ენა, ერს აყალიბებს რელიგია, თქვათ ერს აყალიბებს კანონმდებლობა, ეს სხვადასხვა შემადგენელი ნაწილია. ხო? და ერს აყალიბებს საერთო სისხლი. სხვათაშორის ჩვენ და რა ვიცი საამაყოთ თუ რა ვიცი როგორ ავთქვა ჩვენ ყველა ამ ფაქტორიდან შექმნილი ჩვენ ვართ ამ გაგებით ქართველები ვართ უნივერსალური ხალხი იმიტომ რომ გეოგრაფიამაც იმუშავა სისხლმაც იმუშავა საერთო წარმომავლობა რელიგიამაც ქრისტიანობას გულისხმობ ხო საერთო კანონმდებლობა არის საერთო სამეფო სადაც ერთი გვირგვინის ქვეშ ერთი მონარქი ხო ენა თავისთავად და ენა ხო ეს გვაქვს ახლა მაგალითად შოტლანდიელებს აქვთ გეოგრაფიამ განსაზღვრა იმიტომ რომ შოტლანდიელები არიან კელტებისგან და პიქტებისგან წარმოქმნილი ახლა კელტები არიან ინდოევროპელები მაგრამ პიქტების ეროვნება არ ვიცი ჩვენ რა იყო ხო ახლა იქ იყვნენ გეოგრაფიამ განსაზღვრა ებრაელებში განსაზღვრა რელიგიამ ებრაელი ხარ თუ იუდეველი ხარ თუ არა ხარ იუდეველი მაშინ ებრაული წარმოშობის ხარ რა ებრაული ფესვებით და ასე შემდეგ ხო არსებობს ესა იურიდიული საკანონმდებლო ეროვნება ამერიკელები არიან საერთო კანონმდებლობით შეიქმნა საერთო კანონები რო აქვთ ამიტომ რომი იყო ასეთი ამერიკული კონსტიტუცია გახდა მაფორმირებელი ერის ამერიკა შექმნა კონსტიტუცია ამერიკელი ერი შექმნა ამერიკულმა კონსტიტუციამ რო ყველანი ესე სხვადასხვა რო ირლანდიელები გერმანელები აფროამერიკელები თქვათ ლათინოსები ესე ყველანი ეს თქვენ ემორჩილებთ ერთ კანონს ამიტომ ხართ ერი ასე იყო რომიც რომაელები ერთი ეთნიკური ერთეულია იქ ლათინებიც იყვნენ ეტრუსკებიც იყვნენ პოლსკებიც იყვნენ საბინური მოდგმის ხალხი მერეგვიან მოკავშირეები შევე ბერძნები ამე მე მთელი სამი კონტინენტი ჩრდილოეთ აფრიკა აზია და ისა რა ქვია ხო პავლე მოციქული ებრაული წარმოშობის იყო მაგრამ რომის მოქალაქე რომაელი იყო ეს ხო და ასე შემდეგ ხო აი მაკედონელები არიან აი ამ ნაზავი არის რა მაგრამ საინტერესო რა არის ახლა რომ იმ თავითვე ახლა ვინ არიან როდი შეიქმნა ეს სამეფო არის საინტერესო ხო ახლა ანუ მაკედონია ბერძნული ქალაქ სახელმწიფოების დომინაციაში არ მოქცევა არასოდეს ეს ძალიან საინტერესო სისტემაც არის სოფლებში ცხოვრობ გიორგი ერთი დიდი ქალაქები არ იყო რაც იყო ის იყო ზღვის სანაპიროზე და ის იყო ბერძნები ცხოვრობდნენ მაკედონელებს ზღვა არ უყვართ ძველ მაკედონელებს და ისევ ამბობ რომ ხა მთიელები ზემო და ქვემო მაკედონია ხო ზემო იყო მთა და ქვემო იყო ისა ბარი მთა და ბარი ზემოურები უფრო გაუდნენ ილირიელებს და თრაკიელებს და როგორც ჩანს მათი ენაც ესმოდათ კარგად უფრო უკეთესად ვიდრე ბერძნული ხოლო სამხრეთელები ანუ ქვემოურები ბერძნები გაბერძნა კულტურული გავლენა ახან ზღვის სანაპიროზე იყო ზღვაზე ბერძნები არიან ზღვაზე ვაჭრობა კომუნიკაცია და ქალაქები კლასიკური გაგებით მაკედონიაში ძველ მაკედონიაში იყო რა თქმა უნდა სანაპიროებზე მთებში სოფლებში ცხოვრობდნენ ახლა ვინ არიან ვინ დაარსა ეს არის ძალიან საინტერესო ორი ვერსია არის ორი ვერსია ლეგენდასთან არის კავშირში ყველაზე გავრცელებული ვერსიით ეს არის ამინტა პირველი
პირველი მეფე მაკედონიის ეს არის მე ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე ლიკურგეს ეპოქა სპარტის ჩამოყალიბების ეპოქა არის ასეთი მოსაზრება როგორ შეიქმნა ესენი თვითონ ამის ამ ლეგენდარული დავარქვათ იმიტომ რომ დამადასტურებელი საბუთები ჯერ არ არსებობს ხო ახლა ფარნავაზიც ლეგენდად ითვლება, მაგრამ ფარნავაზი უფრო მეტად დასტურდება სხვა წყაროებში, ქართულში, სომხურშიც, ასე შემდეგ, ხო, რომ ეს დინასტია არსებობს. ფარნავაზიანთ. ამინტას თემა არის ცოტა გვიანდელი. და როგორც ჩანს, ხელოვნურიც, თუმცა არ არის გამორიცხული მართლა იყოს. ეს არის ამინტა ვინ არის? სამი ძმა იყვნენ, გიორგი, ეს უმცროსი ძმა, რომლებიც არიან არგოსში დაბადებულები. ანუ ბერძნულ, დორიულ, ასე იჩემებდნენ. მაკედონელი მეფეები ამბობენ, რომ ისინი არიან არგოსიდან. დინასტიაცაც არგიადები ქვია. საერთოდ უცხო არ არის სხვა სამეფო სახელმწიფოებისთვის. თუმცა ეს ძველი ბერძნები დასცინოდნენ ამათ ზურგს უკან, რომ არაფერი არგოსიდან თქვენ არ ახართ რა. და ველურები ხართ, მაგრამ პირში ვერავინ უბედავდა ახლა, იმიტომ ეს მეომარი მეფეები. ნუ ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ვერსიით ამინტა არის და ისა დამაარსებელი ამ უფროს უკაცრავ პერდიკა პირველი. რომელიც ეს სამი ძმა რატომ გაიქცნენ არგოსიდან არავინ არ იცის რაღაცა ის იყო რა ქვია გადატრიალების შედეგი იყო ხო და ისინი თვლიდნენ რომ ტემენოსი იყო ასეთი დორიელების ბელადი აი დორიელების შემოსევა რო იყო ტემენოსის შთაომავლები არის აი ტემენოსმა დაიპყრო პელოპონესი მათ შორის არგოსიც და სპარტაც და ასე შემდეგ. ეს არის მე დაახლოებით მე-13 საუკუნეების მიჯნა ჩვენ ხო გვახსოვს ხალხთა დიდი გადასახადი ზღვის ხალხები და ამბები. იმ პერიოდიდან მოდის ტემენოსი, ეს არის ლეგენდარული დამპყრობელი დორიელი ბასილევსი არის მეფე ბერძნულად, მაგრამ უფრო ბელაც გავს ეს რა. თუმცა მე მოგვიანებით ჩდება უფრო აძველებენ თავის ზაურმავლობას და კარანოსი იყო ამ ტემენოსის შთაომავალი. ესენი ჰერაკლეს შთაომავლები არიან. ლეგენდარული გმირის. რომ კარანოსია პირველი მეფე. ეს არის ძველი წელთაღრიცხვით მე-9 საუკუნე, მაგრამ ეს გვიანა აქვთ მათ აშკარად ჩანს, გვიანა აქვთ უკვე პროპაგანდისტული თვალსაზრისით დაიძველეს. საერთოდ დინასტიები იძველებენ თავს. რაღაცებს აკავშირებენ ვიღაცებთან, როგორც ახლა ირანში ფეხლებმა დაუკავშირეს ძველ სპარსულ დინასტიებს და ეს მოსულა ესეთი ამბები, დინასტიები რაღაცებს იძველებენ, ხო? რელიგიურ ფესვებს. მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ პერდიკა პირველი. ეს ძმები გარბიან არგოსიდან და მეჯოგეებად იწყებენ მაკედონიაში გარბიან. კერძოდ უფრო სოფელია, ეგე ქვია იმ სოფელს. ეგე მე ქალაქად გადაკეთდა. ეგეში ადგილობრივ ბასილევსთან იწყებენ მეჯოგეებად. მუშაობას მე როგორც ყოველთვის ხდება, ძლიერდებიან, იპყრობენ ასე შემდეგ ერთ სიტყვით პერდიკა ხდება პირველი მეფე. ეგეს მეფე. ეგე დღეს არ ვიცი ხა იქ ქალაქი არის თუ არ არის, მაგრამ ეს არის პირველი აკვანი მაკედონური სახელმწიფოს. აი მცხეთა რა მათი. რელიგიურიც და პოლიტიკურიც. ხო და პერდიკა ხდება პირველი ბირთვია ჯერ მთლიანად ეს სივრცე რაც ვილობა დაკავებულია პატარა არეალი უჭირავთ რა ეგეს გარშემო და ოღონდ მეფეც ცხადდება რა ხა ბევრი აფერი არ ვიცით მაგრამ ვიცით მისი სიკვდილის დროს ანდერძირა დაუტოვა თავის შვილს არგეოს არის ასეთი ლეგენდა რომ თითქოს სიკვდილის წინ პერდიკამ არგეოს უთხრა რომ დამასაფლავედ ეგეშია და აქ იქნება არგიადების, ანუ ამ დინასტიის სახელი არის არგიადები, რახან არგოსიდან მოდიან და აკავშირებენ იმას, რა ქვია, ჰერაკლეს
გენეტიკას, ხოთაშვილთა ამით ისინი ენათესავებოდნენ სპარტის ორივე დინასტიას, აგიადებს და ევრიპონტიდებს, ისინიც იჩემებდნენ ჰერაკლეს შთამომავლები. რომ აქ დასაფლავდებით ყოველთვის. მაკედონიის მეფეები დასაფლავდებით ეგეში. და მაკედონია მაშინ დაიღუპება, როცა მისი მეფე აქ არ დასაფლავდება. მაკედონია კი არა, დინასტია ჩვენი ოჯახი დაიღუპება, როცა ჩვენი გვარის წარმომადგენელი მეფე აქ არ დასაფლავდება და მართლაც ახთა. ალექსანდრე არ დასაფლავდა იქ. და მერე დინასტია დაიღუპა. მერე იყო საერთოდ მაკედონიას 3 დინასტია ყავდა. არგიადები, კასანდრეს დინასტია და მერე არიან ანტიგონიდები. ანტიპატრიდები და ანტიგონიდები. კასანდრეს მამას ერქვა ეს. ხო და ალექსანდრეს დროს შეწყდება უკვე არგიადების დინასტია. ანუ ის ფიცი თუ წყევლა თუ რაც გინდათ ის დაარქვით, არგიადები დამთავრდნენ. მოდიან ანტიპატრიდები და მერე მოდიან ასენი რა ქვია ანტიგონიდები. ანტიგონიდები თავრდება ეს 3 დინასტია, ჯერ არგიადები არიან ახლა. ეგეს ფიცი ქვია ამას. თუ წყევლა არ ვიცი. სხვათა შორის მერე აი აგერ არის გამოსახული ფარი. აი ეს მაკედონური ფალანგაა ფილიპეს შექმნილი. ამ ფარზე არის 16 სხივიანი მზე. ამას ეძახიან ვერგინას მზე, ანუ ეგეს მზე. ვერგინა რატო ქვია? ქალაქ თანამედროვე ქალაქ ვერგინაში აღმოაჩინეს ეს სიმბოლო. ეს მაკედონიის გერბი. 16 დღესაც თანამედროვე. დღესაც აი ჩtildeოთ მაგას დიდი ომი იყო ბერძნებს და სლავ მაკედონელებს შორის და ახატავდნენ თუ არა. ვერგინას, ანუ მაკედონია სხვათაშორის ფილმიც როა ალექსანდრე გადაღებული, რომელიც ისტორიულ სამართლიანობას ამფერ კავშირში არ არის. ეს ჰოლივუდური გადახრები იცოცხლე, ხო, იქ აქვთ აი მეომრებს ეს ეგეს ვარსკვლავი, ვერგინას ვარსკვლავი. ნუ ყოველ შემთხვევაში ვიცით რომ არის პერდიკა. დანამდვილებით უკვე მე მოდიან რამოდენიმე 4 თუ 5 მეფე მოდის, უფრო ბასილევსები არიან, ტობის ბელადები არიან, არაფერი საინტერესო, იმიტომ ბევრი ცნობა არ აქვს, მაგრამ მე-6 მე-5 საუკუნის მიჯნაზე უკვე ამინტა პირველი არის, რომელიც იწყებს გაფართოებას, ანუ ბუნებრივ საზღვრებზე გადის. გადის პინდას მთაზე, კარბონის მთაზე, ქედზე და სტრიმონს, დასავლეთ დინარეს. გაფართოებას იწყებს ეს ამინტა საკმაოდ ენერგიული კაცი ჩანს, მაგრამ ხელი შეუშალა ერთმა რამემ. დარიოსი გამოჩნდა ამ დროს ევროპაში. გახსოვთ, როცა სკვითების წინააღმდეგ ილაშქრა დარიოსმა 512 წელს და ეს ექსპანსირება რა ქვია ამინტამ ვეღარ მოახერხა და ნუ დიდი გიგანტი გამოჩნდა, აზიური გიგანტი. ახლა გვახსოვს ჩვენ დარიოსი ფაქტიურად დამარცხდა სკვითებთან ბრძოლაში. მერე გაბრუნდა აზიაში, მაგრამ ისიც გვახსოვს, მან სარდლად დატოვა ევროპაში მეგაბასი. თავის სარდალი და მეგობარი. მეგაბასი იმ გადატრიალებაში მონაწილეობდა, როცა ბარდია მოკლეს, ანუ სმერდის ცრუ ბარდია მოკლეს. მოგვი, სმერდის. აი მეგაბასი იმ შვიდეულში. მეგაბას დატოვა ევროპაში და მას დაევალა რომ ევროპის საკითხები და საქმეები მოაგვაროს, დასამორჩილებელი დაიმორჩილოს და მოამზადოს ლოჯისტიკა იმისთვის რომ მე დარიოსი გადმოვა და ბერძნებს წინააღმდეგ წამოვა, იმიტომ რომ იონიაში აჯანყებებდა მთელი ამბები. ხო, გვახსოვს ჩვენ გავიარეთ, ვისაც გაინტერესებთ, გვიან ვით შემოგვერთით. ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში შეგიძლიათ თქვენ ეს ნახოთ ეს ამბები და მაკედონია მაშინ ჩააბარა მიწა და წყალი. ამინტამ ჩააბარა მიწა და წყალი. დამორხონო ახლა რა სიზამდა სხვანაირ. ხო, სპარსელებმა ასე იცოდა, ვინც მიწა და წყალს ჩააბარებდა, მერე მათ საკმაოდ ლოიალურად ექცეოდნენ. ხო და მიწა და წყლის ჩასაბარებლად ამ ეგეში, დედაქალაქში ჩავიდნენ 7 სპარსელი დიდებული. უნდა ჩაიბარონ ქვეყანა.
ამინტას ტაძარის სამეფო კარზე მივიდნენ, ახლა უფრო გაშალა იმან მეფე ამინტა. ეს 7 სპარსელი დალიეს რა, დათრნენ. ხო, ამ 7 სპარსელს ემსახურებიან მაკედონელი არისტოკრატი ქალები და არისტოკრატი ახალგაზრდები, სტუმრებს, პატივსცემი. რო დათრნენ ეს სპარსელები, როგორც ჩანს ამ ქალებს რაღაცა შეურაცხყოფები მიაყენეს თუ რაღაცა, თუ აეტორღიალენ თუ რაღაცა. ამ მომსახურებაში ემსახურება სტუმრებს ამინტას ძე უფლისწული ალექსანდრე. და დანარჩენი ახალგაზრდები არისტოკრატების. ხო, და ამ ახალგაზრდა მაკედონელებმა ეს ვერ აიტანეს და 7-ვე დახოცეს გიორგი. შარია. სპარსელების 7 სპარსელი დიდებული დააკლეს მაგიდას. ახლა ორი ვერსია არის, ახლა ეს რომ გაიგო მეგაბაზმა. ორი ვერსია არის, რომ თითქოს და რაღაცა ჯგუფი გამოაგზავნა ადამიანების, რომ შეესწავლა რა მოხდა და მეორე ვერსია არის, რომ ჯარი გამოაგზავნა. ხო, არ ვიცით ახლა ჩვენ ზუსტად როგორი ამბავი არის ეს ერთი იყო თუ მეორე იყო, მაგრამ ნიშნულობა ამას არ აქვს, იმიტომ რომ გინდა ეს კომისია იყოს და გინდა ჯარი იყოს, სათავეში ჩაუყენა მეგაბაზმა თავის შვილი ბუბარი. სპარსელი ახალგაზრდა კაცი, ის უნდა ჩავიდეს გაარკვიოს, რა მოხდა. ლეგენდა არის, რომ როცა ჩავიდა ეს, მან გაიცნო გიგეა, ამინტას ქალიშვილი, ალექსანდრეს და ულამაზესი გოგო, მეფის ქალიშვილი და როგორც ამბობენ, ყურებამდე შეუყვარდა. და ამინტამაც გამოსავალი ნახა, რომ გიგია მიათხოვა ამ ბუბარს, მეგაბაზის ძეს, შვილს, ხო, მიათხოვა და გადარჩა. ბოდიშიც მოიხადა. რამოდენიმე ვერსია არის ამის, მაგრამ ყველა ვერსია თანხდება, ბუბარი გახდა ამინტას სიძე, მეგაბაზის ძე. ანუ დიდ სპარსელ არისტოკრატს გააყოლა თავისი ქალიშვილი გიგია, როგორც ამბობენ, რაღაც სასაული სიყვარული ჰქონდათ. ეს მარტო პოლიტიკური ის არის, შეუყვარდა და აუჩნდათ მერე შვილი ამინტა. მაკედონელებს ჰქონდათ ცოტა უცნაური ამბები ჰქონდათ ბერძნები, დანარჩენი ბერძნები, თუ ჩავთვლით რომ ბერძნები არიან, განსხვავებული ამბავი ჰქონდათ. ბიჭი რო უჩნდებოდათ ოჯახში, დედის მამის სახელს არ ქმევდნენ. ჩვენთან როგორ არის, ხო, ბიჭი რო დაიბადება, მამის ანუ ბაბუა მამის მხრიდან. აი მაკედონელებში დედის მამის სახელს არ ქმევდნენ. და ამინტა დაარქვეს რა. და ეს ძალიან გავლენიანი კაცი იყო და ეს ბუბარის და მეგაბაზის გამოისობით ამინტამ ძალიან ბევრი რამე გამოიყენა ამით. მაგალითად პირველად ის შედის მთის მაკედონიაში, ზემო მაკედონიაში და როგორ ჩანს სპარსელების დახმარებით აკეთებს ამას რა. ახლა საინტერესო მაინც უნდა გავჩერდეთ ამაზე. როგორ სოციალური სისტემა ჰქონდათ მაკედონელებს, ხო, საინტერესო არის. ახლა პოლისური თუ თქვით რომ სოფლებში ცხოვრობენ. მაკედონიაში არისტოკრატია იყო ბერძნული, გაბერძნებული, ყველაფერი ბერძნული მოწონდათ. ბერძნულად საუბრობდნენ. ელინოფილები არიან, ანუ ბერძნულის მოყვარულები არიან. არისტოკრატია. მაგრამ არ უწყობენ ხელს რომ ხალხში გაავრცელონ ეს. ბერძნული ცხოვრების წესი, ბერძნული სააზროვნო სისტემები, ფილოსოფია მით უმეტეს. მათ ძალიან ეშინიათ რომ მაკედონელ გლეხებში გაჩნდეს ელევთერის სიყვარული, ანუ თავისუფლების სიყვარული, ან სამოქალაქო თავისუფლება, რაც პოლისებშია. დემოკრატიის მოთხოვნა. არ იკლავენ გაბერძნებას, ელინიზაციას მანდამაინც ხელს არ უწყობენ ხალხში, მაგრამ თვითონ ბერძნობენ. არგიადები არიან, ჰერაკლეს შთამომავლები არიან, ფუძე არგოსიდან აქვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ხო, ძალიან საინტერესო ურთიერთობა არის, აი როგორ ცხოვრობენ ახლა, აი არ არიან თავისუფალი მოქალაქეები, ვინ არიან? თავისუფალი გლეხები არიან. აქ არ მაკედონიაში არ არის მონობა.
განსაკუთრებული ურთიერთობა არის მეფესა და ხალხს შორის. უფრო სწორად რო ვთქვათ, მეფესა და ჯარს შორის. აქ სახალხო კრებები არ ტარდება, გიორგი. კენჭისყრა, სიტყვა მომეცი, ეს არ უნდა ფრაქციები არა, დემოკრატები, არისტოკრატები ბოდიში. მონარქიული იერარქია. მონარქია არის და მე გეტყვი ახლა მივალ იქ ეს არ ფეოდალიზმი. კლასიკური საერთოდ ჩვენ ტყვეობაში აღმოჩნდით განსაკუთრებით ისტორიკოსებია ეს მარქსიზმის გავლენა არის რომ არის პირველყოფილი თემურწყობილობა, მერე არის მონათმფლობელობა, მერე არის ფეოდალიზმი, მერე არის კაპიტალიზმი და ბოლოში არის სოციალიზმი პლუს კომუნიზმი და იმის იქეთ კისრისთახა, ხო? ეს არის სისულელე ასეთ კლასიფიცირება, აგერ გაგანია მონათმფლობელური ეპოქა არის, მაგრამ ეს არის კლასიკური ფეოდალური სახელმწიფო. კერძოდ რა მეფეს და ჯარის ურთიერთობა. ახლა როგორ არის? მეფეს და ჯარის ეს არის ერი ჯარი. ყველა გლეხი არის მეომარი. ყველა იმიტომ რომ ამ თრაკიელებთან, ილირიელებთან, ბერძნებთან სულ ომში არიან გიორგი. სულ. ამიტომ ჩვენაირები, აი გვანან ქართველებს, იმიტომ ჩვენთან ყველა გლეხმა იცოდა ჭიდაობა, შვილდისროლა, ფარიკაობა ყველაფერი აბა სხვანაირად ვერ გადავრჩებოდი ჩვენ. კი, მებრძოლი კასტა იყო აზნაურობა, მაგრამ ისინი მოძრაობდნენ, ომობდნენ, ტერს ხვდებოდნენ ამ სოფელში, ახლა ლეკი რო შემოვიდოდა, ან ოსმალო, ან სპარსელი რო შემოდიოდა, გლეხები ომობდნენ, ჩვენ ყველა მომიიცოდა რა, ხო, ვაიდედა არისო ჩვენთან. იგივეა მაკედონიაში. მერე პროვინციები ძლიერი ოლქები. სადაც ადგილობრივი, აი რა დავარქვა, არ ვიცი ახლა. ერისთავები არიან, ადგილობრივი გვარები, რომლებიც ნომინალურად ემორჩილებიან მაკედონიის ეგეში მჯდარ მეფეს, ნომინალურად თუ ძლიერი არის მეფე ემორჩილებიან, თუ არ არიან და თავიჩქუაზე არიან, დინასტიები ყავ, ადგილობრივი დინასტები ყავ. განსაკუთრებით სეპარატისტული არის ლინკისტია, ჩრდილო-დასავლეთი პროვინცია, ლინკისტიელები არიან ჩვენთან რაც იყო მესხეთი სულ ქართული სეპარატიზმის ბუდე იყო მესხეთი საათაბაგო ხო ბაღვაშების მერე ჯაყელები და მაგან დაგუპა მერე ჩვენ და დაიკარგა ამის გამო ხო წმინდა პოლიტიკური არა ეთნიკური აი ლინკისტიელები ბაქხიდების გვარი იყო იქ ძალიან ძლიერი ტოლს არ უდებდნენ ამ არგიანებს ხო და არგოსელებს და ვარქოთას ჯარი როგორ არის გადაწყვეტილებებს ომის და მშვიდობის შესახებ მეფე გამოდის და ჯარს ელაპარაკება მეფე და ჯარი მეფე და ხალხს ვერ დავარქმევ იმიტომ რომ იკრიბებიან ჯარს შეუძლია მეფე გადააყენოს ერთი მეფე გადააყენოს და მეორე მოიყვანოს ჯარს არავით არის აპელა არავით არის ეკლესია არავით არის გერუსია არავით არის ჯარი შეიარაღებული ჯარი წვეთს ოღონდ ეს მეფე იმავე დინასტიიდან უნდა აირჩიოს რა თქმა უნდა არგიადი უნდა იყოს ხანეთ არ შეიძლება ხო თუმცა მე რაღაცები მოხდება და მივალთ აქამდე და მე კიდევ საუფლისწულოები აქვთ. აი პრობლემა რა არის მაკედონური დინასტიის პირველ ეტაპ ფილიპემდე. ფილიპეს მერე ეს პრობლემა იხსნება უკვე. ალექსანდრის მამამდე. აი ხო ყავს შვილები, ბიჭები ყავს ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე. ეს უყობს თავის პროვინციებს უყობს შვილებს. საუფლისწულოება. ცალკე ხო ის ერისთავები არიან. ერისთავი, აი პირდაპირ გაგებთ ერისთავები, ხო? ადგილობრივი დინასტები. მაგრამ ცალკე როცა რამოდენიმე შვილი ყავს, ერთ სვამს ტახტზე და ანჩენებს კიდე რაღაცებს აძლევს და ეს საუფლისწულოებში და იმ საერისთავებში როგორ წესეცი, თავიანთი ჯარი ყავთ იმათ. თავიანთი ჯარები, ანუ კლასიკური ფეოდალიზმია. აი ევროპული, ფრანგული, ქართული, იმიტომ რომ ქართული და ევროპული ფეოდალიზმი არის აბსოლუტურად იდენტური. ერთი მეორისგან კი არ აგვიღია. მაგრამ ასე განვითარდა. ძალიან გავს იაპონურ ფეოდალიზმს, სადაც ყველა დაიმეს, ანუ ოჯახს თავის ჯარი ყავს. ან სეგუნს ემორჩილება რაღაცა. ანუ მაკედონია
თუ მარქსისტულ კლასიფიკაციას თავს დავანებოთ, ეს არ არის კლასიკური გაგებით მონათმფლობელური სახელმწიფო ჯერ, მე გახდება. ეს არის ფეოდალური სახელმწიფო. ზევით არის მეფე, მე არიან ერისთავები და ვარქვათ ან დინასტები, საუფლისწულოები და მეფის ლეგიტიმაციას იძლევა არა სახალხო კრება. არამედ ჯარი. მე როგორ არის ეს სუ პრობლემა ჰქონდათ ამ დინასტიას. აუცილებელი ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდათ. აუცილებელი არ იყო რომ უფროსი შვილი უნდა ყოფილიყო. მეფე ნიშნავდა თავის ბიჭებიდან რომელიც იყო. და მე ის ტახტზე რო ავიდოდა, იმას ამ ძმებისთვის უნდა გაეძლო. და ძალიან ხშირად ერთმანეთს დაპირისპირა მოწყვეტა ძმების. და ასე შემდეგ. უკანონოებიც ადიოდნენ, დედით უკანონოებიც. ამაზე და ვისაუბრ. ნუ ეს გავიარეთ, ახ სპარსელები არიან მოძალებული, მაგრამ 498 წელს ტახტზე ამინტა მოკვდა. ეს ალექსანდრე ადის ეს უფლისწული სპარსელები რო დააკლას უფროს. ალექსანდრე პირველია ეს. 454 წლამდე მართავს რა. ისტორია შევიდა როგორც ფილელინი, იმიტომ თვითონ ბერძნებმა დაარქვეს. ანუ ფილელინი ნიშნავს ბერძნის მოყვარული, ბერძნულის მოყვარული. ამან დაიწყო ინტენსიური ელინიზაცია არისტოკრატიის. აქამდე ხომ მოდაში იყო, ახლა ამან შემოიტანა ზედა ფენა, რასაც ქვია, ხო, არისტოკრატია, მათი შვილები, ეს ოჯახები და ასე შემდეგ. მიდის ინტენსიური გაბერძნება. მაკედონურად ლაპარაკი, ხო, ჯართან მაკედონურად ლაპარაკობენ, მაგრამ სასახლეებში და თავიანთ ციხესიმაგრეებში ბერძნული კულტურა. განათლებასაც ხო, ასეთ რამები ხდებოდა ახლა 19 საუკუნის რუსეთში ფრანგულად ლაპარაკობენ, რუსულად ლაპარაკი ითვლებოდა სიცხვილად, გვახსოვს ალბათ ჩვენ, ხო. შოთაშორის ამან დაიწყო ისევ გაფართოება რა. გაფართოება და ბუნებრივ საზღვრებზე გავიდა უკვე, ქედებზე, დინარეებზე და საბოლოო სახე მე კიდე აირევა და დაირევა, მაგრამ საბოლოო სახე უკვე გააზრება მაკედონიის როგორც ქვეყნის. ხო, ალექსანდრე პირველი ძალიან საინტერესო კაცია, ძალიან ეშმაკი კაცია. მას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ომი დაიწყო სპარსელებს და ბერძნებს შორის. ან ერთის მხარეზე უნდა იყო, ან მეორეს მხარეზე, ასე არა, ეს ახერხებს ამას, ორივეს მხარეს. მაგალითად, გახსოვთ თქვენ სანამდე თერმოპილე მოხდებოდა 480 წელს. მანამდე ბერძნებმა გადაწყვიტეს, რომ მაკედონიის და თესალის საზღვარზეო, ტემპეს ველზეო დავხვდეთო. და ამ უკვე ალექსანდრე არის, იმან გამოუგზავნა ამბავი. ბერძნებს რომ მანდ გამაგდებით, იმიტომ რომ იციან შემოვლითი გზა. და მაშინ გამოიყვანეს და თერმოპილეში გამაგდა ეს ბერძნული ჯარი, იმის ლეონიდეს მეთა. საინტერესო რა ქნა ამ ბერძნებს ხო შეატყობია, რომ შემოვლითი გზა არსებობს და სპარსელებმა იციან. მაგრამ სპარსელებმა ამისგან იცოდნენ ეს გზა. ანუ იმათანაც კაი ურთიერთობა აქვს. ბოლოს და ბოლოს სიძე ყავს. ბუბარი. დისკმარი ყავს. ანუ სპარსელებს გააგებია, რომ ამას შემოსავლელი გზა აქვს, მაგრამ ბერძნები რომ მოვიდნენ, იმგენს უთხრა, გაეცალეთ მაქედან გადე. ორმაგს თამაშობს. ორმაგს თამაშობს და საკმაოდ წარმატებით. ძალიან საინტერესო კაცი იყო ისე. სამდე ომი დაიწყება, ეს მეორე ეტაპი, ან მარათონის შემდეგ. გახსოვთ თემისტოკლემ რო ფლოტი ააშენა ათენში. ფლოტს სჭირდება ხეტყე. ხეტყე საიდან? ხეტყე აქვს მაკედონიას და თრაკიას. ეს ალექსანდრე პირველი და თემისტოკლე გიორგი არიან პროქსენები ერთმანეთის. ძმათნაფიცები არიან. რა საინტერესო ამბავია და აი ხო სპარსელების მხარეზე არიან, მიწადაწყალი ჩაბარებული აქვს, ჯერ კიდე მამამისმა ჩააბარა, ხო, ესეც სპარსელების ერთგულია, სიძე ყავს სპარსელი, ამბავი, სპარსელებში დიდი გავლენები აქვს
რა ლობისტები ყავს იქა სუზის სამეფო კარზე, მაგრამ პროქსენობს ამასთან, თემისტოკლესთან, ხეტყეს აძლევს. ის 200 გემი მერე სალამინს რომ მოიგებს. ეს მაკედონური ხეტყეა. ალექსანდრეს მიცემული, ალექსანდრე პირველის მიცემული ხეტყე. სასწაული კაცი არ ვიცი რა. მერე მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა მაგას ქვია. ეფექტური შედეგიანი. ბიჭო, კი ბატონო იყოს, მაგრამ ნუ სად არის, ხო, მოსულა ეგეთი ჩვენ მეფეები ჩვებოდნენ ასეთ რაღაცებს, ხო. სხვა გზა არ აქვს, ორი დაპირისპირება რაღაცა უნდა ქნა. როგორ გამოგდა ერთია სურვილი და მეორე გააქვს თუ არა ამისი დიჭი, ხო. მერე ეს ისე ფილელინობს, რომ აი ბერძნებს იწვევს. დიდ ბერძნებს იწვევს და მაგალითად პინდაროსი ცხოვრობდა მასთან, დიდი ბეოტიელი პოეტი. იწვევს და ფულს აძლევს და აცხოვრებს კარგად და ამბავი არა. ჰეროდოტე ისტორიის მისი მასპინძლობით სარგებლობს რა. დიდ შესაწირებს აძლევს საკულტო დაძრებს და მაგრამ ოლიმპია რომელიც ელიდაში არის ზევსის ქანდაკებას რო აშენებს მე ეს რა ქვია ფიდიასი ოლიმპიაში აი ოლიმპიადები სადაც იმართი ზევსის ტაძარი დგას იმას წირავს დელფოს წირავს ამას ოქრო აქვთ იმიტომ რომ უკვე ტრაკიის ოქროს და ვერცხლის საბადოები აქვთ მაგას ხო ფილელინობს ბერძნებთან მეგობრობს და ასე შემდეგ და მერე ომის დროს არის ათენში მაგალითად სპარსელების ისიც არის წარმომადგენელიც არის გახსოვს როცა მარდონიოსი ელჩებს უგზავნეს ათენში ათენელებს რომ გადმოდით ჩემ მხარეზე ელჩად ვინ გამოაგზავნეს იცის სპარსელებს ეს ალექსანდრე ჩამოვიდა მაშინ რო უთხრეს ათენელებმა რომ სამდემზე ამ გზით იმოგზაური რა გზითაც დადის იმ გზით ივლის ამდე ჩვენ სპარსელებს არ ვაპატიებთ ჩვენ ტაძრების დანგრევა ელჩი არის ალექსანდრე. ანუ თან მანამდე ხეტყე მიცა ფლოტის ასაშენებლად და ახლა მარდონიოსის წარმომადგენელი. მე პლატეის ბრძოლის წინ მისი ჯარი სპარსელების ბანაკში, მაგრამ ინფორმაციებს აწვლის ბერძნებს. და მე პლატეაში რომ დამარცხდნენ სპარსელები, გახსოვთ 40,000 კაცი რომ მანამდე გაიქცა. ბანაკი რომ დატოვა პლატეის ბრძოლის დროს 40,000 კაცი წავიდა. გზაში დახვდა იქ და ნაწილი სპარსელების ამოწყვიტა ამ ალექსანდრე. ანუ ორმაგი ითამაშა ბოლომდე რა, ნუ ძალიან საინტერესო კაცი იყო რა. მერე ოლიმპიადაზე უნდა მონაწილეობის მიღება სირბილში. პირადად მას უნდა ჩავიდა იქ ოლიმპიადაში და ბერძნებმა ყაყანი იქ ოლიმპიადაზე მარტო ბერძნები მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნიდან არ შეიძლება იქ ბერძნებმა ყაყანი ატეხეს რომ უ არ არის ბერძენი ხო ეს გამოვიდა იქ სასამართლო მოაწყეს ეს გამოვიდა ის სიტყვით და ამტკიცებს რომ თავისი არგოსული წარმოშობა ხო თავის არგიადი არის ჰერაკლეს თავმავალი და როგორ ჩანს მიცეს უფლება იმიტომ რომ მონაწილეობა მიიღო მაგრამ საინტერესო ამბავი მოხდა იქა ამ სირბილში ორი მივიდა ერთად ეგ და კიდე ერთი ბერძენი იმ სახელი არ არის ცნობილი ერთად გადაკვეთეს ფინიში მაგრამ გამარჯვება იმას მიცეს ფოტომსაჭი არ იქნებოდა მაშინ. ხო, ნუ ახლა არ იყო, მაგრამ რასაც შეხედეს, ახლა ერთად გადაკვეთეს, ეს მეფეა. არ არის ცნობილი სხვათა შორის ჯერ მეფეა თუ უფლისწული, იმიტომ რომელ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა ეს ცნობილია, მაგრამ უფლისწული რაღაცაა. ისეს მაგრად უარგე, ახლა აი კონკურენცია სერიოზული იქნებოდა და ხო და საინტერესო რა არის ორივე, ანუ ფრედა აფიქსირეს, მაგრამ იმას მიწეს. ბერძნები რანაირები არიან? ხო, და ნუ ეგეთ კაცი იყო, თუმცა მერე გაუფუჭდა, მერე უფუჭდება ურთიერთობა, მერე კიმონი რო გამოჩნდება, ხო, გახსოვთ კიმონი რო იწყებს უკვე სპარსელებისგან განთავისუფლება ჩრდილოეთ ეგეიდაში უკვე
იქ უკვე ათენთან დაეწაბა ურთიერთობები და ათენელები გამოჩნდნენ სანაპიროს. მერე მოგვიანებთ ახლა ეს მეფე აღარ, მერე ამფიპოლის რო არსებენ ამფიპოლის ათენელები. იმის შემდეგ ოლიმპიადებში კიდე მონაწილეობდნენ მაკედონიის წარმომადგენლები. კი, მონაწილეობდნენ. ხო, როცა ძლიერ მეფე იყო, თვალს ხუჭავდნენ, მონაწილეობენ, მაგრამ სულ უკან საყივარი არის მაკედონი რო ჩაივლი და ბერძნები ხითხითებდნენ რა. აი ამის პატრო ველური. პირველ ხარისოვან ბერძნად არ მიიჩნევდნენ როგორც. არა, რაღაცა ნახევრად ბერძნობასაც ეჭქვეშ აყენებდნენ. ტრიბალია, ან ეს არის რა ქვია, ილირიელია, ან თრაკიელი ველურია, რაღაცას დასცინოდნენ, მაგრამ როცა მაგარი მეფეები იყვნენ, პირისპირ ვერ უბედავდნენ. ხო, ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე რა, ხალხებშიც. ხო. საინტერესო ისაა, რომ ამან სამი პროვინცია შემოიერთა რა, ლინკისტია, ორესტია და პელაგონია. ეს მთის აი ლინკისტიელები იყვნენ, სულ სისხლს უშრობდნენ. ასაკში მოკვდა 80 წლის ასაკში მოკვდა. 80 წლის? ხო, დიდი ხანი იყო მეფეთ რა. მერე აი ჩვენ რო ლეგიტიმაციაზე ვლაპარაკობდით, ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდათ, არ ჰქონდათ გარკვეული ვინადის ტახტზე მერე. შემდეგ მეფე არის პერდიკა მეორე, რომელიც უკანონოა დედით. და უმცროსია, სამი ძმა ყავს, ამინტა, ფილიპე და ალკეტა. სამივეს კლავს. მონის შვილია ეს პერდიკა. მამა ვინ არის? მამის შვილი არის, აქვე ალექსანდრე. ანუ ალექსანდრე პირველის შვილია, ამიტომ უკან. ფოტოშურს ერთი რამე იცოდეთ, ბერძნებისგან განსხვავებით, მაკედონელებში იყო პოლიგამია, მრავალცოლიანი. აი უცნაური ხალხი. ფოტოშურს ამაზე დასცინოდნენ ისინი. რანაირ ბერძნები ხართ თქვენ, როცა 4 ფილიპე 7 ცოლი ყავდა, ფილიპე მაკედონელის. ჩვენ ვიცით ოლიმპიადა, მარტო ალექსანდრეს დედათო 7 ყავდა ცოლი. უცნაურობები, უცნაური ხალხია. ხომ სოფლიოზე გაბატონდებიან, ძალიან ცოტა ვიცით მათი შესახებ. იმიტომ რაც ვიცით, რომ ესენ ბერძნობენ და აი რაც დატოვეს ბერძნული. თავისი არ დატოვეს. მაგალითად ალექსანდრეს ჰქონდა ახლა ხო ამნაირი ელინოფილი იყო და ბერძენი იყო და ბერძნული კულტურის განმავითარებელი რო ბრაზდებოდა რაღაცა რო გამწარდებოდა. მაკედონურად ყვიროდა. ბერძნულად აღარ ლაპარაკობდა, ანუ ის შიდა სხეული სხვა ქონდათ მაინც რა, იმათთან ნაჯაჯგურები ამ ილირიელებთან და თრაკიელებთან და მათი სისხლიც ქონდა და აი წყობიდან რო დათხრება, აი ის რომ მოკლა რა ქვია, კლიტოს შავი. ხო, ფილმშიც არის რომ მოკლავს იქ, მაშინ მაკედონურად დაიწყო ბღავილი იქ. ხო, ანუ თავის ძველ ბუნებას რისხანების დროს ვერ მალავდნენ და მაკედონურად დაიწყო აგრიანების მოხმობა. აგრიანები იყვნენ მისი მცველები. იმათ მაკედონურად ეძახოდა. ანუ ეგეთები არიან. ბევრი ბერძენი თვლის, რომ ესენი არიან ფარისევლები. თამაშობენ ბერძნობას. იდო დიდი ბერძნები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ნაწილი თვლის, რომ ესენი ბერძნები, მაგალითად ესქილე, მარათონის გმირი. ერთი ძმა მარათონში დაეღუპა, მეორე ისა რა ქვია, კინეგირი და მეორე ძმა ამინიოსი სალამინის გმირი გახდა. ხო, პირველად იმან ჩაძირა ისა სიდონური გემი, ამინიოსი. ესქილე თვლის, რომ ესენი ბერძნები არიან, იმიტომ პელაზგებიდან მოდიან. პელაზგები არ ითვლებოდნენ ბერძნებად, მაგრამ ბერძნული საფუძველია. ხო, მაგრამ ზოგი იყვნენ, რომ არა, ველურები არიან ეგ. რა საერთო აქვთ ჩვენთან მათ. ალბათ როგორ ჩანს პოზიორობდნენ კიდევაც რა. ზოგი მეფე, ზოგი გულწრფელი შეიძლება იყო, ნუ არ ვიცით რა. ნუ მერე რა იცოდნენ, იცი უცხოელების შიდა აშლილო ამან თავის ძმები ამინტა, ფილიპე და ალკეტა მოწყვიტა ხო ამან პერდიკა მეორე. ამ სამოქალაქო დაპირისპირებებში იგნიდან ფეოდალური ჯახრები გარედან იხმობდნენ. ამაშიდაც გავართ ერთმანეთს ახლა.
ქართველი ფეოდალები ხან ოსმალებს, ხან ლეკებს, ხან ყიზილბაშებს იშველებდნენ ერთმანეთს. ქსნის საერისთავო და არაგვის საერისთავო რო ებრძოდა ერთმანეთს, იმატებდნენ იმათ. იგივე აქაც პეონებს ეძახენ, პეონები მაგარი მეომრები იყვნენ. აგრიანებს ეძახოდნენ, თრაკიელებსაც ეძახოდნენ. დანარჩენ ბერძნებსაც, თესალიელებს ეძახა ერთმანეთთან დაპირისპირება, სისხლიანი დინასტია იყო ძალიან. მერე ადის ტახტზე პერდიკა მეორის შვილი, არქელაუსი 413-439-ია ხო. ეს უკანონოა. უკანონო არის ხო და ანუ მეფე თავის სიცოცხლეშივე მემკვიდრეს არ აცხადებდა? თუ კი აცხადებდა, მაგრამ შეიძლება უფრო მაგარს მეორეს. ასე იგი. იმა შეიძლება მოეხმო აგრიანები ან ლინკისტიელები მოეხმო და ამხობდა ამას. არ იყო ასე რომ ეს მე ჯარი რასიზამ, ჯარი სუ ეძებ ეს მეომარი ხალხი, ჯარი სუ ეძებდა ძლიერ სამხედრო ლიდერს, რომელიც უფრო ძლიერი სამხედრო ლიდერი იყო. ის გარანტია არის რომ აი ილირიელები ანგრევდა ეს იყო ღვთისრისხვა მაკედონიის ყოველთვის აი ფილიპემდე მაკედონელი მეფეები იღუპებოდნენ მათთან ბრძოლაში ილირიელები იყო აი ღვთისრისხვა რა ჩვენთან იყო ეს დემულენგი და ისე იყო ველური ხალხი მოდიოდნენ ჩtildeოეთიდან ხო ამიტომ ჯარი ირჩევდა აი ეს უფრო მაგარია ძმაო ეს უფრო მაგრად ომობს ამიტომ ეს იყოს მეფე რა ვიღაცა პატარა ასაკი, ეს როდის გაიზრდება, ეს სამდე გაიზრდება, მანამდე შეგვჭამენ თრაკიელები და ილირიელები. ამიტომ სხვა გვინდა მეფე, ხო და ეს არქელაოსი არის ძალიან საინტერესო ის არის, უკანონო შვილი არის, მაგრამ ეს არის ითვლება რომ ყველაზე დიდი მეფე ფილიპემდე. ალექსანდრეზე ახლა ესა. ამან გადაიტანა დედაქალაქი პელაში, უფრო უსაფრთხო ადგილზე. უფრო მთიანეთისკენ თუ დაბლობისკენ, ზღვისკენ, იმიტომ რომ იმათი მუქარა იყო სულ ეგეს ემუქრებოდნენ ილირიელები, რამდენიმეჯერ დანგრეული ჰქონდათ. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მაგრამ საძვალე იქ დარჩა. იმას არ არღვევენ, რა ქვია. ამინტას, რა ქვია, უფროსად პერდიკას ფიცს არ არღვევენ, ხო. ხო და ამან დაიწყო ძალიან სერიოზული რეფორმები დაიწყო რა. ესეც ბერძნების მოყვარული კაცია ხო. შოთაშორის ეს მე ათენელებმა მე ხო გითხარ თქვენ პროქსენობა მარტო ადამიანებს შორის არ იყო. პროქსენი შეიძლება ყოფილიყო ქალაქი და ადამიანი. მე ათენი გამოაცხადებს ამ არქელაოს ათენის პროქსენად. იმდენ საქმეს გაუკეთებს ათენელები უყვარდა განსაკუთრებით. ამან დაიწყო გაფართოება, გზების დაგება, ციხესიმაგრეების მშენებლობა და დაიწყო მცდელობა მაკედონელების ქალაქებში გადასახლება. უნდა რომ რაღაცით დაემსგავსოს იმ პოლისურ სისტემას რა, იმიტომ რომ ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანს სხვა ჩვევები აქვს და სხვა მოთხოვნილებები აქვს და პრინციპში ქალაქელი სხვა სოციალური ჯგუფია, ვიდრე გლეხი მთებში რა. ხო? ამიტომ ხელს უწყობს ფული მოჭრა, ბრინჯაოს ფული მოჭრა. რითაც უფრო მეტად ემსგავსება ბერძნებს. უფრო ემსგავსება, თუმცა მას ეშინია ელეუთერიის, ანუ
ბერძნული პოლისური თავისუფლებები არ უნდა იქ. დემოკრატიული მოთხოვნილებების წინაპირობები. პრინციპში არქელაოსი პირველი რომელსაც ხალხში დაიწყო ელინიზაცია. მანამდე არიდებდნენ თავს ესენ. მოდერნიზაცია დაიწყო დემოკრატიზაციის გარეშე. მე დაიწყო მოწვევებისა აგრძელებს იმ ალექსანდრე პირველის პოლიტიკას დიდი ბერძნების მიწვევები დაიწყო იქ. თან ბერძნები დარეულები არიან ერთმანეთს. ბევრი პოლიტიკური დევნილი ვინც გარბოდა სპარტიდან, თებედან, ათენიდან, ემიდან, ამასთან მიდიონ, ეს კარგად აცხოვრებდა. დიდარია ვერცხლის საბადოები, ოქროს საბადოები უკვე მის ხელშია. თრაკიის პანგეაზე გავიდნენ. მაგალითად მასთან ცხოვრობდა ეს თუკიდიდე, ვინც აღგვიწერა გახსოვს, თასოსის ალყის მერე გადააყენეს და თრაკიაში წავიდა თავის მამულში და ამან მიიწვია იქ. არქელაოსმა. მაგალითად თუკიდიდეს რა უწერია, იცი არქელაოსზე. რომ არქელაოსმა სანამდე მის მოსვლამდე 8 მეფე ყავდა, არქელაოსამდე იყო 8 მეფეო მაკედონიის. და იმათო ერთათო იმდენი არ გაუკეთებიათ, რაც ამან გააკეთა. თუკიდიდე აკეთდა ძალიან და ევრიპიდე მიიწვია. 70 წლის ასაკში 408 წელს ევრიპიდე ჩავიდა, ამან მიიწვია. ეს ყველაფერი შევა რომ აი თქვენ თუ არ მოგწონთ აგერ მე ვაცხო ხოთეში სოკრატესაც ეპატიჟებოდა მაგრამ სოკრატემ უარი შეუთვალა რომ აუმინდაო მე მაკედონიაშიო რა პურიო აკაცია ფიარიო და წყალი უფასო არის რატო თქვენ ეს არ უნდა დასცინა ევრიპიდე ჩავიდა 2 წელი იცოცხლა იქ პატივში ყავდა ამას ხოთეში იქ ტრაგედია დაწერა არქელაოს ევრიპიდე მე მოკვდა იქ და ევრიპიდე იქვე მოკვდა მაკედონიაში მოკვდა ევრიპიდე ხო იქვე დაასაფლავეს იქ დაასაფლავეს და დიდი ამბავი ატყდა ათენში ხო კენოტაფი იცი რა არის კენოტაფი არის ცარიელი საფლავი არაფრით ათენში არ გადაასვენა არ მიც ათენში იყვნენ რომ ჩამოვიყვანოთ ევრიპიდე კაცო ჩამოვასვენოთ აქ არაფრით ამან არ გამოატანა იქ დაგრძალა პელაში ევრიპიდე ათენში გახსნეს ეგრეთ წოდებული კენოტაფი კენოტაფი რა არის იცი თანამედროვე გაგებით ამან მე ასეთ სახემეო მემორიალური დაფა ათენში და ძველ საბერძნეთში ახლა ომები რო იყო და ზღვაოსნობა იყო და სადღაც დაიღუპა და გვამი ვერ ნახეს ხო ნეშტი ხელმიუზნებელი რაღაცით ხო უნდა აღნიშნო და ეს არის კენოტაფი რაც ნიშნავს ცარიელ საფლავს კენოტაფი დადგეს ათენში ცარიელი სარკოფაგი იდგმებოდა არა ეს იყო დაფა მონუმენტი ხო რაღაც სასაფლაოებზე შვებოდნენ აი მაგ აივლიდე დამარხული აგერ ვიღაცები დამარხულიან მაგრამ აგერ კენოტაფი დგა და აწერიან რომ აი ეს იბძოდა სპარსელებთან და იქ დაიღუპა და რაღაცა ეპიტაფიები არის და ამ კენოტაფს დააწერეს ძალიან საინტერესო რამე ათენელებმა ხა იმან ხო არ გადმოსცა გვამი ეპიტაფია ეპიტაფია ეს ეპიტაფიაც სიტყვა ბერძნულია ხო იმას წარწერას ხო ხო მაგრამ თვითონ ეპიტაფია სიტყვა წარმოშობა ბერძნული ეპიტაფია ეწერა ასეთი რამე რომ ევრიპიდეს საფლავი არის ელადა მაგრამ ისი ცხედარი მაკედონიაში ასე ეწერა ასე დააწერეს ათენელებს ანუ მთელი საბერძნეთი ვართო მისი საფლავი ჭირისუფლები ხო რაღაცის ხო თავი უნდა ენუგეშათ ახლა იმან გვამი არ გამოგზავნო ცხედარი არ გამოატანა იქ დატოვა რა არქელაოს ძალიან სტრანი ტიპი იყო რა მე რაკნა იცი კონტროლიმპიადა მოაწყო ახლა როგორი არის ოლიმპია არის ქალაქი ელიდაში მაგრამ ოლიმპო თა არის უკვე მაკედონია მაკედონიის არის რა უკვე ფაქტიურად და იქ ცხოვრობ ღმერთები იქ ცხოვრობ იქ არ ცხოვრობენ ის ქალაქი უბრალოდ ოლიმპია ქვია და ეს თა ამისია ხო და ამ ბერძნებს გარდა იმისა რომ ფილელინობდა და ტიპობდა და მე თქვენზე ნაკლები არა ვარ და ევრიპიდეს გვამი მე დავიტოვე და თუკიდიდეს მე აქ ვაჭამე და ვასვი მარტო ეს კი არ არის მე რამე რო იყოს თამაშებსაც მოვაწყობ და ამ ოლიმპოს მთის ქვეშ დაიწყო ოლიმპიადების ჩატარება.
იმის ხო თამაშების. ანუ სოფლიოში პირველი ასე ვთქვათ ადგილი მოუნაცვლა. გარეთ ოლიმპიადის ჩამტარებელი კაცი გამოდის. მოუნაცვლა, მაგრამ ერთიან და ბერძნებმა ამას დაარქვეს კონტროლიმპიადა. და საქმე ჩაუვარდა ეს პროექტი რატო იცი ბერძნები არ ჩამოვიდნენ და მარტო მაკედონელები ესე და ვიღაცები ახ ჩადე მოსკოვის ოლიმპიადის ამბავია რა ერქვა იმას ხო მოსკოვის და მე ლოს-ანჯელესის რო არ ჩავიდნენ ხო ეგეთი რაღაცა რა ნაწილი ბერძნებს არ ჩადე ველური რაღაცა რა საქმე გვაქვს ჩვენ მარტო ბერძნები მონაწილეობთ რაღაცები ხო და ამას განწარებული იყო ფოტოშორის ძალიან სუიათი კაცი მერე მოკლეს ნადირობის დროს დაიღუპა ეს არქელაოს. რამოდენიმე ვერსია არის, ერთი ვერსია არის რომ შემთხვევით მოკლეს, მეორე ვერსია არის თანამედროვე ისტორიკოსებს ვარაუდი, რომელსაც ლამის მეც ვემხრობ, იმიტომ რომ მე დინასტიის ცვლილება ხდება დროებით. აი ეს ელინიზაცია, ანუ გაბერძნების პოლიტიკა როგორ ჩანს, იქ ვიღაცებს არ მოწონდათ. განსაკუთრებით აი ამ ლინკისტიელებს და მთის ოჯახებს, როგორც ჩანს არ მოწონდათ ეს ამბავი და რაღაცაშია საქმე, არის გამოთქმული ვერსია, რომ გარედან ჩარევით მოხდა მისი მკვლელობა. მერე ტახტზე ადის ცოტა ხნით მისი შვილი ორესტე. 3 წელი არის. 3 წელი არის. და რეგენტად ადის მისი რეგენტი ვიცით ხო ვინც სამდე დასრული ხდება ანუ ასაკს სამეფო ასაკს მიაღწევს ტახტის მემკვიდრეს ორესტე ბავშვი იყო რა აეროპე არის მისი რეგენტი ეს არის ლინკისტიელი ბაქხიდების გვარი 3 წლის მერე ამხობს ამ ორესტეს და ტახტზე ადის თვითონ აეროპე. 3 მეფე არის ლინკისტიელები. ანუ იქ მერე მთელი ამბებია კიდე ერთი კანდიდატი ჩდება პავსანიოსი ამბები. ამით ნუ დავტვირთავთ ჩახლართული სიტუაცია. მაგრამ 392 წელს ადის ტახტზე ამინტა მესამე. ბრუნდებიან ესენი. დინასტია ბრუნდება. ალექსანდრე პირველის შვილთა შვილია. ამინტა მესამე ადის 370-მდე რჩება ტახტზე 22 წელია მეფე. მაგრამ ეს არის ყველაზე უბედური მეფე. ამინტა მესამე ყველაფერი უბედურია. აი მის მეფობა არის გადარჩენა მისი პიროვნული, მისი ოჯახის და ასევე მის სამეფოს, იმიტომ რომ გრანდიოზულ ლაშქრობას აწყობენ ილირიელები. არის ცნობა რომ 3 შემოიჭნენ და ეგეც დაანგრიეს და პელაც დაანგრიეს. ისე გაუჭირდათ რომ ეს გამოიქცა ოლინთოში, გახსოვს ოლინთოს კავშირი, ამის წინა ლექციაში რომ ბერძნებთან გამოიქცა. და რომ მოეგერიებია ეს ილირიელები ოლინთოს ქალაქები გადასცა. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, თავის ზღვის ქალაქები, ზღვისპირა ქალაქები გადასცა. აი დრო იყო, როცა მის სამეფო შეადგენდა ერთი სოფელი, სადაც თვითონ იმალებოდა ოჯახით. უმძიმეს დღეში იყო, ეს იყო გრანდიოზული ლაშქრობა. სოთეშვილის მისი ერთ-ერთი შვილი ფილიპე. აი ეს ალექსანდრეს მეფე. მის შვილებზე ვილაპარაკებთ. ძევლად გააგზავნა ილირიელებთან. მერე ეს ფილიპე თებეშიც არის მძევალი. ახსოვთ პელოპიდემ რო წაიღო. ეპამინონდესთან რო ცხოვრობდა. ფილიპე ორჯერ არის მძევლად ნამყოფი. ჯერ ილირიელებთან ბავშვობაში და მერე თებეში იყო. ნუ უბედური კაცი იყო ეს ამინტა. მაგრამ საკმაოდ ისეთი გაქნელი გონების იყო ეს ახასიათებს სხვათა შორის. არგიადების დინასტია ძალიან ნიჭიერი დინასტია. აი ლავირებს სპარტა, ათენი, თესალია, ილირიელები, ოდრისების სამეფო, ეპირი, ოლინთო, ხან იქეთ არის, ხან აქეთ არის. მაგალითად ოლინთოში გაიქცა, ოლინთოს ქალაქები გადასცა ქალკიდიკის კავშირს, მაგრამ მე იმათმა რო არ დაუბრუნეს. სპარტა ამან მიიწვია ოლინთოს წინააღმდეგ. გახსოვთ ხო თქვენ რომ ერთ თებეში რო გარნიზონ გზათ რომ
გარნიზონის კადმეას რო აიღებენ ოლინთოს ომი 383 379-ში მე თებეში აჯანყება იწყო. ამან მიიწვია სპარტა. და ქალაქები დაიბრუნა ოლინთოს კავშირი რო დაანგრიეს სპარტელებმა ესენც ეხმარებოდნენ. ახლა მე თავის ქალაქები დაიბრუნა, მაგრამ როგორც კი სპარტელები გავიდნენ იქ და მაშინვე ათენთან დაიწყო ძმაკაცობა. და ხეთყემიც ათენს აწვევ დიდ ფულს შოულობდნენ ხეთყის ექსპორტს. ხეთყი ჭირდებოდათ ფლოტების ასაშენებლად. კარგი ურთიერთობები ჰქონდა მასთან თესალის ტაგოსი გახსოვთ ხო ირჩევდნენ ელაც თესალიელა იასონ ფერელი ჰქონდა ჩვენ იმაზე რა ქვია ხო მე სპარტის კონგრესშიც მიიღო მონაწილეობა 371 წელს აი ეპამინონდე რო გამოვიდა და აგესილა ეს რო უთხრა თქვენს დაშალეთ ის იქ ელჩი გააგზავნა ანუ ნაწვალები მეფე იყო მაგრამ რა შეეძლო მაინც მისი მეფობის ბოლოს რაღაცები დაიბრუნა და რაღაცა სული მოათქმევია თუმცა სამგზის გადაუარეს ილირიელებმა გააცამტვერა აი თემურლენგის ლაშქრობაზე გააცამტვერეს მაკედონია მაგრამ მე მაინც ფეხს დააყენა და სამი ბიჭი დარჩა და ერთი გოგო დარჩა ალექსანდრე პერდიკა და რა ქვია ფილიპე ეს ის ფილიპეა გოგო დარჩა ევრონია რომელიც გაათხოვა მაკედონელ დიდებულზე პტოლემე ალორტი ვინ არის ეს წარმოშობით არ ვიცით ну რომელიღაცა феодалური გვარიდან უნდა იყოს იმიტომ ახლა უბრალო კაცასე არ გაატანდა შეიძლება ლინკისტიელიც იყოს არ არის გამორიცხული რაღაცა დაზავების გამო იმ ლინკისტიელებს დინასტია ხო გააგდეს და აღწეადეს ეს ალექსანდრე უფროსი შვილი ალექსანდრე მეორე 368 2 წელი არის არა ისეთი ბობოქარი ცხოვრე თესალიაში შეიჭრა მაგალითად თან ომი ქონდა ამ სიძესთან პტოლემე ალორტთან ეს პტოლემე ალორტი ეზნედაცემული კაცი იყო ხო კი მოიყვანა ამათი დააცოლათ მაგრამ თავის სიდედრთან ქონდა ურთიერთობა ეს ამინდა მესამეს ცოლთან ამათ დედასთან ქონდა ურთიერთობა თესალიაში შეიჭრა მე სიძესთან ომი ქონდა მე მოლაპარაკებლად ჩავიდა პელოპიდე თებე უკვე ზეობაში არის აი ეპამინონდეს და პელოპიდეს ეპოქა ბეოტარქი არის პელოპიდე და ჩავიდა იქა მოარიგა ესენი თუმცა თესალია დააცლევია ამათ მაკედონელებს ძევლად მაშინ წამოიყვანა ფილიპე პელოპიდე სადაც 14 წლის ასაკის უნდა იყოს და იმაში 3 წელი ცხოვრობდა ფილიპე ეპამინონდეს სახლში და იმისგან ის ეს რაც გააგეს აფალანგა ეს ეპამინონდეს სამხედრო გენიალურობის შედეგია როცა მან შექმნა ეგრეთ წოდებული მრუდე წყობა ანუ ირიბი წყობა ანუ გრდემლი და ურო ანუ ჩაქუჩი ანუ ერთ ადგილზე გადამწყვეტი უპირატესობით მტრის ფალანგის გაუშვება ხო ნუ შანსი არ არის რომ გაუძლოს სპარტელებს დაამარცხა ორჯერ ლევკტრაში და მანტინიაში გახსოვთ ხო როცა კვდებოდა მემკვიდრე შვილს რატო არ გვიტოვებ ორ შვილს გიტოვებ თუ ლევკტრას და მანტინეას ეპამინონდე გენიალური კაცი წამოიყვანეს ფილიპე მაგრამ ეს ალექსანდრე მალე მოკვდა 2 წელი იყო კი არ მოკვდა მოკლეს გიორგი ერთ-ერთი ქორწილის დროს ვიღაცის ქორწილში იყო ეს მეფე სხვათა შორის მე რამდენადაც ვიცი შეიძლება ოცდებოდა არ ვიცი საბერძნეთში მაცხოვრებელი ქართველები შემისწორებენ ალბათ განსაკუთრებით აი თესალონიკში ვინც არის მე რამდენადაც ვიცი დღემდე არის ეს წესი ქორწილის დროს ქვია ამას ეგრეთ წოდებული ღორის ცეკვა რას ნიშნავს ძვირფასი სტუმარი ფულიანი სტუმარი რომ მოდის შემწვარი ღორი უნდა დაკლული ღორი უნდა გამოისყიდოს ანუ უნდა გადაიხადოს ფული
სუფრას დაიდოს. თუ ცდები, მაპატიებენ ჩვენი თანამემამულეებს დღესაც. მე ვიცი, რომ დღესაც არის ჩრდილოეთ საბერძნეთში ეს წესი. და ცეკვავენ ამ დროს. ხო და ამან გადაიხადა, იცეკვა ეს ღორის ცეკვა საწყალმა ალექსანდრე მეორემ, ხო და ის გარშემო ახლა სხვებიც ცეკვავდა, მოკლეს. დანა დაარტყეს და მოკლე ხანჯალი დაარტყეს და მეფე მოკლეს. აბრალებენ იმას სიძეს, ტოლემე, ალორტი. იმან მოკლა ხო და მე ცოტა გაურკვევლად არის საქმე, ახლა ტახტზე კი ადის პერდიკა მესამე. ძმა ამის ალექსანდრე მეორეს. პერდიკა მესამე ადის, მაგრამ როგორ ჩანს რეგენტი ეს ტოლემე ალორტი არის. სიძე მართავს ყველანას. თუმცა ეს პერდიკა აკვლევიებს ამას და 365 წელს ხდება უკვე მეფე, პერდიკა მესამე. ესეც საინტერესო კაცი იყო. 359-მდე იყო მეფე, ხო? პირველი რაც გააკეთა პერდიკა მესამე ფილიპე დააბრუნა თავისი ძმა. ოქრო გადაიხადა. ძებლობიდან გამოიხსნა თავისუფლა ფილიპე, ხო? როგორც ჩანს, კარგი ძმა იყო, უფროსი იყო, ახლა ეს ფილიპე უმცროსი იყო, ახლა განსხვავებით სხვა მაკედონელი მეფეებისგან, რომლებიც ძმებს წვითავდნენ, ან საუფლისწულოებში, სხვათა შორის საუფლისწულოსაც მიცემს ეს ფილიპეს, როგორც ჩანს, კარგი ძმა იყო და ფილიპესაც უყვარდა ეს. ეს პერდიკა მამაცი კაცი იყო ძალიან, ხო და ამ დროს კიდე მოხდა, ფილიპე გადაარჩინა რა, გამოიყვანა ყველაფერი. ფილიპე რამდენი წლის არის ამ დროს უკვე როცა დაბრუნდა დაახლოებით? 14 წლის იყო დაახლოებით და 3 წელი იყო ტყვეობაში. მანამდე ეს მანამდე ილირიაში იყო პატარა. მძევლობას მოსწრებული. იქ მაშინ პატარა იყო. საოცარ ცხოვრებისეული გამოცდილება ქონია პატარა. ეგეთ ხალხის საერთოდ ეგეთები არიან. და საუკეთესო პედაგოგი შეხვდა კიდე. 65-ში ხო გამოიხსნა, მაგრამ მე ფული გადაიხადა ამაში. თებელებს გადაუხადა. ახლა თებელებმაც ხელი შეუწყეს. გარდა ფილიპესი 30 ჭაბუკი ყავდათ მძევლად. არისტოკრატი გამოუშვა. რატომ? იმიტომ რომ ამას გახსოვს მე რომ მომყევი ეპამინონდემ რომ ფლოტი გააკეთა ბეოტიის. ხეთყე ჭირდებოდა მაშინ ბეოტიას და ამის სანაცვლოდ გაუშვა. ხეთყეში გადაცვალა. ოქროც გადაიხადა. ეს ამინტა მეოთხე. მაგრამ მე მოხდა 356 წელს მოხდა ბრძოლა, ილირიელებს შემოიჭრნენ. და ეს დაიღუპა ბრძოლაში, მეფე. დაიღუპა და მაკედონური არმიის კატასტროფა მოხდა. უფროსა პერდიკა მესამე უკაცრავ, ეს უფროსი ძმა დაიღუპა ფილიპესინა. 4000 მაკედონელი დაეცა ბრძოლის, უმძიმეს დარტყმა მიიღეს. მეფე დაიღუპა, პერდიკა მოკვდა, შემოიჭრნენ ქვეყანაში, არბევენ ქვეყანას ეს ილირიელები. ტახტზე ადის მისი მცირეწლოვანი შვილი, როგორც ჩანს, მაშინ 5 წლის არის, ამინტა მეოთხე. ბაბუის სახელი ქვია. პერდიკას შვილს ქვია, პერდიკა მესამეს შვილი, ამინტა მეოთხეა და პატარა არის. საერთოდ ფილიპეს მეფობის თემა ორი ვერსია არის რა, რომ ზოგი თვლის რომ 359 წელს ავიდა ფილიპე ტახტზე, ზოგი თვლის რომ 356 წელს, 3 წლის მერე. როგორ ჩანს ეს მეორე ვერსია არის, იმიტომ რომ ეს ამინტა მეოთხე არის მეფე. და რეგენტი არის ეს ფილიპე. ბიძამის. რეგენტი ფილიპეა? ფილიპეა, ესე იგი ამინტა არის 5 წლის. ამინტა მეოთხე. როცა ტახტზე ადის და ფილიპე არის მაშინ 23 წლის. მაგრამ ინგრევა ქვეყანა გიორგის ილირიელები შემოცივდნენ, აირია ქვეყანა, ნაწილი ეს ლინკისტიელები იმათ მხარეზე გადავიდნენ, ეს ეს ბაქხიდების დინასტია სულ ჩალიჩობდა რომ დაებრუნებია ტახტი. ხო და ბოლოს 356-ში უკვე ფილიპე არის 27 წლის. ჯარმა მოითხოვა რომ პატარა მეფეა ეს როდის გაიზრდება. არავინ არ იცის და ჯარმა მოითხოვა რომ ფილიპე იყოს მეფე.
და ამიტომ რეალური მეფობა ფილიპესი არის უკვე არ არის რეგენტი, არამედ ხო და გადააყენეს ახლა ეს ბიჭი ფილიპე ну როგორ ჩანს ამ ძმებს ქონდათ კარგი ამინტა შვილებს ამ ალექსანდრეს პერდიკას და მას ფილიპეს კარგი ძმობა ქონდათ იმიტომ ამათ შორის ტრობა არ ფიქსირდება ფილიპე მის თავის ძმისშვილი ცოცხლად დატოვა ხო შეიძლება მოეკლა რომ კონკურენტი არ ყოფილიყო მეცაც გეტყვი ფილიპეს მერე რომ ტრობა ეგ ფილიპეს მერე ალექსანდრესთან გაუფუჭდება ურთიერთობა თავის შვილთან და ამ ამინტას ფიქრობდა ტახტზე დაესვა ძმისშვილი ამ მამაშვილს ფილიპეს და ალექსანდრე დიდს ტრობა ჰქონდათ სხვათაშორის ის ოლიმპიადაც ხელს უწყობდა ეს ალექსანდრეს დედა და ფილიპეს ცოლი ფილიპეს გითხარით მე თქვენ 7 ცოლი ყავდა ერთ-ერთ ყავდა ილირიელების მეფის ქალიშვილი აუდატა ამ აუდატადან მას ყავდა ქალიშვილი კინანა ფილიპეს ეს კინანა მიათხოვა თავის ძმისშვილს ამინტას ცოლად ხო და ავიდა ტახტზე მე ისევ მეორე ფილიპეს ყავდა 7 ცოლი ყავდა 3 ბიჭი და 4 ქალიშვილი გავიხსენებ ახლა სახელებს ბიჭები ალექსანდრე ფილიპე კარანოსი ხო ეს ბიჭები გოგოები იყო კინანა თესალონიკა კლეოპატრა და ევროპა 7 ცოლი გამოვიდა ხო 7 შვილი ყავდა 7 ცოლი ყველასგან არ ყავდა ამ ცოლების სახელები არ ვიცით ყველას ალექსანდრე უფროსი იყო ალექსანდრე უფროსი იყო კი მე იყო ფილიპე არიდეი ვერ იყო ჯანზე ხო და მე გაჩნდა ეს კარანოს აი პირველი დინასტიის დამაარსებლის სახელი დაარქვა მაგრამ მე ის ოლიმპიადა მოაკვლევია მცირეწლოვანი იყო როცა ალექსანდრე ავიდა სხვათა შორის ეს ამინტაც როცა ფილიპე მოკლეს და ალექსანდრე ავიდა ტახტზე ეს ამინტა მისი ძმისშვილი რომელიც თავის ქალიშვილზე აქორწინა კინანას ეს ამინტა ალექსანდრეს ეტერებმა მოკლეს მერე ალექსანდრეს მეგობრებმა ასე რომ მივედით საკმაოდ საინტერესო იყო სისხლში დაბადებული სამეფოა ეს სისხლში ომში რკინაში ბრძოლებში სამეფო გადატრიალებებში ინტრიგებში ისეთი პირქუში სახელმწიფოა მაკედონია ტერიტორიით მისი ბირთვი 30000 კვადრატული კილომეტრი იყო მე ახლა გაიზარდა არქელაოსის დროს განსაკუთრებით დაახლოებით 70000 კვადრატული საქართველოს ხელა რაც არის ეს იყო ტერიტორიულად პატარა მაგრამ ძალიან კომპაქტური და ძლიერი ქვეყანა საუკეთესო მეომრებით ამ ველურებთან ევროპულ ველურ ხალხებთან ახლა ისინი რა ქვია ილირიელები მართლა ველური ხალხი იყო ახლა თრაკიელები უფრო კულტურული მაგრამ არც ისინი არ იყვნენ ნაკლებ აგრესიული განსაკუთრებით ოდრისების სამეფო ხო აგერ ქვემოთ ბერძნებთან ომი ჰქონდათ იქ პეონების შემოსევები აგრიანების შემოსევები რა ვიცი ტრიბალების შემოსევები სულ შემოსევების ქვეშ იყო და აი გამოიწრთო გიორგი ეს ხალხი ახლა მოსახლეობა ფილიპე როცა ტახტზე ავიდა 9 მილიონია მაკედონიის ეს არ არის ბევრი მით უმეტეს არ არის ბევრი მსოფლიოზე გაბატონებას რა არის 9 მილიონი ხო მაგრამ სამაგიეროდ აი ცეცხლში და განსაცდელში გამობრძმედილი სამეფო ისა მეფე ფილიპე ორჯერ ტყვეობაში ნამყოფ ბავშვობაში ხო ინტრიგებში და ამაში გადატრიალებებში გამობრძმედილი დინასტია სამეფო სახლი ომებში გამობრძმედილი ჯარი თავისუფალი თებში გაზრდილი და ველზე გაზრდილი ხალხი
ყველაფერი არის იმისთვის, რომ ყველაფერი აქვს ფილიპეს იმისთვის, რომ განსაცდელები აიშოროს თან. დავით აღმაშენებელი რო ავიდა ტახტზე და დაქცეული ჩაიბარა ქვეყანა, ასე იყო. როგორია მისი ისა რა ქვია ძმა დაიღუპროსი ძმა მის წინანდელი მეფე ხო ერდიგა მესამე დაიღუპა ომში რა ვარი არა. და ილირიელები ხრავენ ქვეყანას ისეთი ამბავია და ამ დროს კი ამინდა მე-4-5 წლის იყო მისი ძმისშვილი რეგენტი იყო ჯარმა მოითხოვა შეიკრიბა ჯარი და მოითხოვა რომ არ გვინდა ეს როდის გაიზრდება ჩვენ გვინდა ფილიპე მეომარი მეფე და დავასრულოთ ახლა ჩვენი საუბარი შემდეგი ლექცია უკვე ფილიპე მეორეზე იქნება მის სამხედრო რეფორმა აი ამის ავტორი ფალანგის ავტორი ხო რომელიც საუკუნეებს გაივლის და ამითი გავლენ ინდოეთამდე აი ფალანგა გავა ინდოეთამდე აი ფილიპესი რომელმაც ეპამინონდესგან ისწავლა ეს ყველაფერი სამხედრო საქმე დიდი განსაცდელები გამოიარა და შემდეგ ჩვენ ლექცია იქნება უკვე უშუალოდ ფილიპე მეორეს ანუ ალექსანდრე დიდის მამის მეფობა ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი შემდეგი რეფორმა ახლა გავიარეთ მაკედონიის დაბადება დავარქვათ ასე ამ ლექციას დავარქვათ მაკედონიის დაბადება სოფლიო ბატონი ქვეყნის მაკედონიის დაბადება საიდან იბადება შემდგომი დიდი ასეა ყველაფერს თავისი საწყისი აქვს ხო რა საინტერესო იყო ბევრისთვის იქნებოდა ბევრი ახალი ადგილზე არ გაჩენილა ეს ხალხი და ეს ქვეყანა დავით ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ბევრმა იცის ბევრი რამ შეიძლება არასრულად შეიძლება შენი არ იყოს უფრო ჰოლივუდური ვერსიებითაც მაგრამ აი თავად ეს მაკედონია სად გაჩნდა ალექსანდრე რა გარემოში რა უძღოდა ამას წინ და რომელი ქვეყანა რა ტერიტორია რა გარემოებებით ამ ხრივ ეს ლექცია მართლა ძალიან ნაყოფიერი იყო ყველასთვის მადლობა გუბას აქ შევწყვეტოთ დღევანდელი საუბარი დროების YouTube არხის მაყურებელს კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის ჩვენი გვერდში დგომისთვის მათ შორის ჩვენი ყურებისთვისაც იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე აქტიურად ეხმაურება ძალიან ბევრი შეიძლება ცოტა გაზვიადებულად ნათქვამია მაგრამ ბევრნი არიან ისეთები, რომელთაც აშკარად აქვთ სურვილი იმისთვის, რომ ამ გადაცემების ციკლს გვერდში დაუდგენ, მათ შორის ფინანსური დახმარებითაც და განსაკუთრებული მადლობა მათ, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მინიმალურ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თანხას იმეტებენ. თითოეულ მათგანს, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენ მომავალში ვფიქრობთ რაც გარკვეულ ფორმებზე მათ ამიმართებაში, რომლებიც ამ თვალსაზრისით თავის პასუხისმგებლობას, ასე ვთქვათ, ავლენენ რაღაცა ტიპის დამატებითი შეთავაზებებიც მოამზადოთ ჩვენი გადაცემების სახით. ჩვენ განვითარებთ რაღაცებს შევცვლით და ყველა თქვენგანის აი ეს ღვაწლი და შეენტანი აუცილებლად დაფასდება. ფორმატიც გამოიცვალოს და უკეთესი გახდეს. მადლობა, გემშვიდობებით დროებით და შემდეგი ლექცია უკვე ფილიპეს ეზღუნება, რაც ფილიპე მაკედონელი ძალიან საინტერესო იქნება. გიჟი გადარეული მეფე. შეხვედრამდე. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.